არსებობს ესეთი თეორია და ესეთი შესაძლებლობა. ყველაზე ძველი ვეფხის ტყაოსნის ტექსტი ასევე წარწერაში არის, ხო, მოხსენიებული. იქ არის ერთადერთი წარწერა, რომელშიც დაფიქსირებულია ჰალეის კომეტა, ზოგადად კომეტა საქართველოში და გაიგივებულია ჰალეის კომეტასთან. ესე იგი თეოდოსი მეორეზეა საუბარი, რომელსაც ეკუთვნის კონსტანტინოპოლის გალავანი, სხვადასხვა. ის საბუთები კი არ შემოგვიჩვენა, მაგრამ წარწერა შემოგვიჩა. უიხსენებს ყველაზე იმ პერიოდის ყველაზე დიდი რაღაც იმპერიების და ამ შემდეგ მმართველს და ეს პიროვნება გაიგივებულია პეტრე იბერთან. ფაქტია, რომ მისტერია არის, ხო დარჩენილი ამაში. მოგესალმებით, მწარე პოდკასტი. ჩვენი მთავარი პარტნიორი არის TBC, ასევე ჩვენი პარტნიორია დეველოპერული კომპანია Next. ეპიზოდს წარმოგიდგენთ ამბავი ვაინ, ღვინო, რომელიც ისტორიას მოგითხრობთ. პოდკასტის პარტნიორია Nexia Georgia, ლიდერი საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ბიზნესებისთვის უზრუნველყოფს ბუღალტრულ, საგადასახადო, აუდიტის და სხვა ფინანსურ სერვისებს და ხელს უწყობს პროფესიულ განვითარებას, ცოდნის გაზიარებასა და განათლებას. პოდკასტის მხარდამჭერია Classroom G პლატფორმა, რომელზეც მოსწავლეები პოულობენ საუკეთესო მასწავლებლებს, მასწავლებლები კი იღებენ დამატებით შემოსავალს სოფლიოს ნებისმიერ წერტილიდან, მათ დაამატეს ახალი აპლიკაციები, მომხმარებლის მეტი კომფორტისთვის, დეტალები ნახეთ აღწერაში. პოდკასტის პარტნიორია Ketogen G და მათი გამორჩეული პროდუქტი გონების ოპტიმაიზერი. შევახსენებ ჩვენს მსმენელს, რომ ჩვენ გქონდა ვრცელი ეპიზოდი ქართულ დამწერლობაზე და გარკვეულწილად ქართულ წარწერებზე საწყისისთვის რაღაცები თქვა. და შესაბამისად, ვინაიდან ესა ძალიან ვრცელი გამოდგა პირველი ეპიზოდი, გადავწყვიტეთ, რომ ცალკე ეპიზოდი მივეძღვნა ქართული წარწერებისათვის და შესაბამისად, ჩემი სტუმარი ამ ეპიზოდშიც არის ნიკოლოზ ჟღენტი, ეპიგრაფიკის სპეციალისტი, ქართული ხელნაწერების მკვლევარი და შესაბამისად, ეს ეპიზოდი ამჯერად უკვე უშუალოდ წარწერებს მიეძღვნება, რა სახის წარწერები ხდება საქართველოში, რა პერიოდიდან და რა არის მოთხრობილი ამ წარწერებში, რა საინტერესო ამბებს გვიყვება ეს წარწერები და როგორ ავსებს ის ქართულ ისტორიას და ყოველდღიურობის ისტორიას მათ შორის, რომელიც ასე გვაკლია ხოლმე საქართველოში. მოგესალმები ნიკა, ძალიან მიხარია, რომ მეორე ეპიზოდსაც ვიწერთ ამ ძალიან საინტერესო საკითხზე. მეც ძალიან მიხარია და მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, იმიტომ რომ იდეაში პირველ პოდკასტში მოვედი იმისთვის, რომ ჩემი კუთხე რაც არის ეპიგრაფიკა, ანუ წარწერების შინაარსი და მასი მნიშვნელობა, იმაზე მესაუბრა და დამწერლობის შექმნა უნდა ყოფილიყო შესავალი, მაგრამ ისე გავშალეთ ფრთები, ესე ვთქვათ, რომ მიხარია, რომ ესე საინტერესო გამოვიდა და ეხლა უშუალოდ უკვე იმ დარგში უნდა გადავიდე, სადაც უფრო თამამად შემიძლია ჩემი მოსაზრებები გამოთქვა და ჩემი დაკვირვებები. წიგნები ჩვენოთ ნახეთ სმენელს. ეს არის წიგნები, რომელიც ნიკამ გამოსცა. ეს არის სატორგესა და ყაჯირის ფრთების ისტორიული ძეგლები და შეგიძლიათ ეს წიგნი ხელნაწერთა ცენტრში ალბათ არა, ეს სამწუხაროდ კატეგორიაში არ არის, მაგრამ ელექტრონული ვერსია არის სატვირთული. შოუება და ხოლო მეორე წიგნი ეძღვნება მთისწმინდა გიორგის მონასტერს და ასევე არის გამოცემული ხელნაწერთა ცენტრისა და რუსთაველის ფონდის თანადაფინანსებით. შესაბამისად, ჩვენ სტუმარს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ამ წარწერების კვლევისა, შესაბამისად, ბევრ საინტერესო ამბავს მოვისმენთ დღეს. მადლობა, როგორც ვახსენე წინა პოდკასტში, დიდი ხანია წლებია, რაც ქართულ ეპიგრაფიკას ვიკვლევ და შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ ბოლო პერიოდში მით უმეტეს უფრო გადავერთი, უფრო მეტი კონცენტრაცია მაქვს ძველ ქართულ წარწერებზე. ერთ-ერთ პროექტში ვარ, რომელიც აკეთებს სამცხე-ჯავახეთის მესხეთის კულტურის ძეგლთა აღწერილობას, შესაბამისად ყველა ძეგლთან მივდივართ აუცილებლად და მიუხედავად იმისა, რომ მესხეთის და სამცხისა და ჯავახეთის ეპიგრაფიკა კარგად არის შესწავლილი, ბევრი მეცნიერის მიერ რაღაცა, მარტო ჯავახეთის პლატოს ტერიტორიაზე 35 უცნობი წარწერა ვიპოვეთ. ეს არის ამ მუშაობის სპეციფიკა, რომ თუ უშუალოდ ძეგლზე არ მიხვედი, ვერასდროს გაიგებ იქ წარწერა არის თუ არა, ბოლო მიხვალ და გამორიცხავ მაინც რომ იქ წარწერა არ არის, ასე რომ ბოლო პერიოდში მით უმეტეს კონცენტრაცია მაქვს განსაკუთრებით ძველი ქართული წარწერების მიმართ, ფეოდალური პერიოდის საქართველოს წარწერების მიმართ და ძალიან საინტერესო შედეგები არის, რესურსი ჯერჯერობით ამოუწურავი არის და ბევრიც არ არის საქართველოში სპეციალისტი წარწერების სამწუხაროდ რომ კარგად გავინაწილოთ, ესე რომ ვთქვათ, რაღაცა პროგრამაში ჩავჯდეთ და მით უმეტეს ახლა იმ წიგნში ერთ-ერთი რაც აჩვენე გარეჯის პერიფერიულ მონასტრებზე არის და
ბრწყინვალე წარწერები დაგვხვდა ერთ-ერთ ძალიან დიდ ეკლესიაში, კლდეში ნაკვეთი მაქხელა ეკლესია თუ არსებობდა, ვერც წარმომედგინა, იქ კვირიკე მეფის წარწერა არის, სხვადასხვა მომლოცველების წარწერა არის. კვირიკე მეფის ხსნათ თუ კახეთის მეფე კვირიკეზეა. კახეთ-ჰერეთის მეფე, კვირიკე დიდი მე ესე ვარავდო ყოველ შემთხვევაში რაღაცა ბრწყინვალე კალიგრაფიის წარწერა, სხვა წარწერები უფრო ძველი მე-19 საუკუნის ფრესკული წარწერები, ანუ საღებავით შესრულებული წარწერები დაგვხვდა. Რაღაცა დონე მიწის ისე იყო აწეული ჩამოშლილი მიწით, რომ აი ის თაბაშირის ქვედა ნაწილი ვეღარ ვნახეთ, იმის მოცილება საშიში იყო, რომ არ ჩამოშლილი იყო თაბაშირი და რაღაც წარწერები ქვემოთაც ჩადიოდა, მით უმეტეს თითქოს ერთი ასურული იყო, ბერძნული იყო, ცოტა რთული გასაგები იყო და ნუ ვერ გამოვაჩინეთ, იმიტომ რომ რისკებს უკავშირდებოდა და გრევის დინამიკა იმ ხელა არის, რომ აი 2 წელიწადში რო ავედით ის თაბაშირის ის ნაწილი ჩამოფშვნილი დაგვხვდა და სამწუხაროდ ეს წარწერა და ანუ ზოგადად წარწერების მდგომარეობა საგანგაშო არის ბევრ მხრივ და აი ძალიან ბევრი მუშაობა არის საჭირო რომ ბოლო-ბოლო დავაფიქსიროთ მაინც ახლა იმ რომელიმე ეკლესიას ან იმ გამოქვაბულს თუ ვერ ვშველით როგორმე დავაფიქსიროთ მაინც რომ ის უნიკალური ტექსტი ხო ის თავარია ეს ტექსტები მაინც შემოგვჭირს აი ახლა დღე ისეთ ნიმუშებს განვიხილავ პატარა წარმოდგენაც კი რომ ის დაშლილიყო ის გამოქვაბული ან ეკლესია და სამუდამოდ დაკარგულიყო ნუ საშინელი წარმოსადგენი არის ნუ წინა პოდკასტში ვისაუბრეთ დამწერლობაზე და ვახსენე ბოლოს რომ ჯერჯერობით კვლევებით როგორც ჰუმანიტარული ესე ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კვლევებით ქართული დამწერლობის თარიღი არ ჩადის მე-5 საუკუნემდე, ანუ ნიმუშები რაც გვაქვს, ყველა ჯერჯერობით მე-5 საუკუნით თარიღდება. რა თქმა უნდა, არ ვამბობ რომ რაღაცა მე-4 საუკუნეში არ იქნებოდა შექმნილი ქართული დამწერლობა, შეიძლება ის ხოთაშორის მეგონა წინა ეპიზოდში პალესტინის ისენი გამოვტოვეთ, რომელსაც ასევე თარიღებენ ხოლმე ზოგჯერ უფრო ადრეულად ვიდრე ბოლნისის სიონის, ეს ხო? მაგით დავიწყებ დღევანდელ იმას, იმიტომ რომ ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ აღმოჩნდება მე-4 საუკუნის წარწერა, ძალიანაც გამიხარდება და გავიზიარებ თუ დადასტურდება, მაგრამ ჯერჯერობით სამწუხაროდ ასეთი რამ არ ხდება. ზოგადად, აი რახან მაგით დავასრულოთ, მოდი დავიწყოთ ახლა რა ტიპის წარწერები არსებობს, რა ტიპის წარწერები შემოგრჩა. ყველაზე ძველები ჯერჯერობით არის აი მოზაიკური წარწერები, მოზაიკით აწყობილი, როგორც იერუსალიმში, რომშიც ეგეთი წარწერა არის. ქვაზე შესრულებული ყველაზე ვრცელი ქვაზე ამოკვეთილი ლაპიდარულ წარწერებს რასაც უწოდებენ თიხაზე შესრულებული შეიძლება თიხაზე ამოკაწრული იყოს ან თავდაპირველი ერბილი როცა იყო მაშინ ყალიბში რაღაცა ფორმა მისცეს ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის იმიტომ რომ ძირითადად ანტეფიქსებზე არის და მეტყველებს ვინ ააშენა ესა თუ ის ეკლესია თაბაშირზე ნაკაწრი წარწერები არსებობს გრაფიტოებს როცა ვეძახით და აი ცალკე მიმართულება არის თავისი ხასიათიდან და ემოციებისგან გამომდინარე არის ფრესკული წარწერები ანუ ოფიციალური ესეთი ან განმარტებითი ან ოფიციალური ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებული სანქცირებული წარწერა. ან არის აი ესეთ ფერწერული ეს წარწერა, რომ აი საღებავით ვიღაცა მივიდა და მოსახსენებელი რაღაც წარწერაში ასრულა. არის ასევე ფერწერული წარწერები, აი ხატებზე, უშუალოდ ხეზე შესრულებული ხატებზე შესრულებული ფერწერული წარწერები. ხეზე ამოჭრილი წარწერებიც არის, იმაში ძველ შუამთაშიც იყო, მაგალითად სვანეთში არის და ნუ პრაქტიკაში იყო ყოველ შემთხვევაში შუა საუკუნეების საქართველოში ჭედური წარწერები, რა თქმა უნდა, ესე ცოტა დაუფასებელი არის ხატები, რომ იჭედებოდა იქვე ქტიტორულ წარწერებს ჭედავდნენ ამ იმაზე და ძალიან მნიშვნელოვანი არის ესე უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს მათ მონაცემებს ამ დღევანდელ პოდკასტშიც ვიტყვი მაგაზე. ნაქარგი წარწერებია ძალიან საინტერესო, ძირითადად არის საეკლესიო ნივთები, ხო, დაფარნა, შესამოსელი, გარდამოხსნა და ძალიან საინტერესო რომ თავისებური რახან ქალებს ეხერხებოდათ ქარგვა ძირითადად ეს შეწირული დაფარნები იმეში უფრო არის დედოფლების ან ერისთავის სწავლების და თითქოს უფრო ფემინური მიმართულება არის ამ წარწერების ეს ნაქარგი წარწერები და მინანქრული წარწერების თავისთავად ახლა მინანქრულ ნივთებზე ხატებზე და ხატებზე უფრო სწორად აი წარწერებიც მინანქრით არის გამოყვანილი ეს არის ძირითადად ის 10 სახეობა რაც აი ძალიან მეტი არც მახსენდა არც მგონია რამე იყოს შესაძლოა აი შუშაზეც იყოს აი თავის დროზე რბილ შუშაზე გაკეთებული წარწერა თუ არ ვწდებით ჯერჯერობით ეგეთი ქართული არაბულები ვიცი რაღაცები ქართული როგორც ვიცი ჯერჯერობით არ არის ნაპოვნი ხო და ნუ ახლა წარწერების შინაარსობრივი არის აი სამშენებლო იურიდიული არის მოსახსენებელი ეპიტაფიებიც არის მემორიალურები ძალიან მნიშვნელოვანი განმარტებითი წარწერები და ბევრ შემთხვევაში ერთმანეთს შერეული, ანუ იყოს შეიძლება იყოს სამშენებლო, იქვე იყოს რომ აი ვენახი შევწირეო, იქვე იყოს რაღაცა მემორიალური ხასიათის ტექსტი, რომ ისა და ის შევიფყარი და ამ დროს და რაღაცა და ასე შემდეგ. მოკლედ,
ძალიან დიდი რესურსი არის ძველ ქართულ ეპიგრაფიკაში, რომელსაც ჯერჯერობით ისე კარგად ათვისებული ზოგადად არ აქვს, არადა აი ძალიან ბევრ რაღაცაზე შეგვიძლია ამოვიღოთ ინფორმაცია და აი დავიწყოთ ახლა კონკრეტული წარწერების განხილვა და ბუნებრივია თავიდან დავიწყოთ უძველესი ნიმუშები, სად არის აი დადასტურებული ყველაზე ძველი ქართული წარწერების ნიმუში. ჯერჯერობით მეცნიერებაში მიღებულია, რომ ყველაზე ძველი ქართული წარწერების ნიმუში არის იერუსალიმში, წმინდანი მიწაზე, ნაზარეთში. მოდი ესე იმას ავქნოთ. ნაზარეთში არის ერთი ძველი აი ეკლესიაც არის უფრო მოსალოცი სახლი იყო თავის დროზე, მარიამ ღვთისმშობლის სახლს უწოდებენ ნაზარეთში. ეს იყო პატარა ესეთი შენობა, რომელიც ძირითადად მომლოცველები მოილოცეს, როგორც ჩანს მიჩნეული იყო, რომ ღვთისმშობელი იქ ცხოვრობდა ნაზარეთში ცხოვრებისას და აკეთებდნენ მოსახსენებელ წარწერებს. ეს უძველესი პრაქტიკა არის, არა მარტო ქრისტიანული, ძველი პრაქტიკა არის, რომ მოსახსენებელ წარწერებს აკეთებს და ამის დანიშნულება უნდა ხვდებოდეთ, რომ მისი თანამედროვეებისთვისაც არ იყო, აი გავიდა მართლა ამდენი 100 წელი, 100 წლეული და დღემდე ხა ადამიანი თუ მორწმუნე ხარ და გული შეგტკივა იმათ სულებზე, შეგიძლია ამოიკითხო მისი მოსახსენებელი და გამოგივა, რომ დღესაც კი 1000 წლის მერე მის სულისთვის ლოცულობ. ეს მან იცოდა. მომლოცველმა იცოდა და აი წერდა სწორედ მაგიტომ, რომ გავიდოდა 100 წლეულებს, შეიძლება 1000 წლეულიც და ეგ ჩანაფიქრი იყო. ხო და აი ამ ღვთისმშობლის სახლში შემდეგ უკვე დააშენეს სხვა ეკლესია, უფრო გვიანდელი, ბუნებრივია, თუ არ ვცდები მე-5 საუკუნეში დააშენეს, არქეოლოგიურად ეგრეთ მტკიცდება და აი იმ ძველ ფენაშიო არისო, სადაც 4-5 ქართული წარწერა მომლოცველების ცოტა დაზიანებული არის ძირითადად, მაგრამ აი სიმბოლურია სახელი აიეტი იხსენიება სხვათა შორის ერთ-ერთი მომლოცველის არის. ანუ ისე აიეტი გამოდის ყველაზე ძველი ქართველი დღევანდელი გაგებით, ვინც იხსენიება. ისე პრინციპში ისტორიული და მითოლოგიურ ეპოსებსაც გავითვალისწინებთ, ისედაც ეგრე გამოდის, მე მგონი. ხო, პირველი გამოდის. და თან ნახე მე-6 საუკუნეში ჩვენ, როდესაც აგათიეს სქოლასტიკოსი ლაზიკის ომს აღწერს, იქ ორი ორატორი, ვინც ერთმანეთს ეპაექრება, აიეტი და ფარტაზიარი, ანუ ეს სახელი ამ დროსაც აქტუალურია. ხო, როდესაც ახლა ლიტერატურა, ანტიკური ლიტერატურა მოდაში იყო, არა მარტო ახლა აღმოსავლური ლიტერატურა, მაგის სახელების შერჩევა მაგის მიხედვით ყორხს რო ეცოდინებოდა, რომ ყორხეთის მეფე იყო, მითოლოგიური აიეტი იყო. და ეგა საინტერესო ერთ-ერთი სახელი აი იმ ძველ ფენაში ერთ-ერთი აიეტი არის, სხვა კიდე რაღაც წარწერა არის, 4 თუ 5 წარწერა საერთო ჯამში ნაკაწრები. და რატო თარიღდება ეს პირობითად თარიღდება 427 წლამდელ პერიოდად და რატო? ის ახალი ეკლესია, რომელიც შემდეგ ამას დაადგეს, იქ იატაკზე გამოსახულია ჯვრები. და ცნობილია, რომ თეოდოსი იმპერატორმა გამოსცა დიდი ედიქტი, რომ ჯვრების იატაკზე გამოსახვა აკრძალა, რომ არ მოხდარიყო უნებლიეთ მისი შეურაცხყოფა, გათელვა და ასე შემდეგ. და პირობითად ფიქრობენ, რომ რახან ამ ეკლესიის იატაკზე არის ეს ჯვრები, ესე იგი აკრძალვამდე არის და ანუ 427 წლამდე არის ეს ეკლესია აშენებული. ესე იგი რომელი იმპერატორის დროს მოხდა? თეოდოსი მეორის, მაშინ ესე გამოდის. კი, თეოდოსი მეორის. იმიტომ რომ თეოდოსი დიდი 395 წელს კვდება, როცა იმპერიას ურატყობს არკადიუსსა და ჰონორიუსს შორის. ესე იგი თეოდოსი მეორეზეა საუბარი, რომელსაც ეკუთვნის კონსტანტინოპოლის გალავანი, სხვათა შორის. თეოდოსიუსის კედელებს რო ეძახიან ხოლმე. ხო, აი ეგეთი დეტალები ნაკლებად ვიცი, მაგრამ ეგ ვიცი, რომ თარიღდება სწორედ იმის მიხედვით. პალეოგრაფიულად რო დაათარიღო, აუცილებლად უნდა კონდეს თარიღიანი ანალოგი. ხო? და ეხლა მე-4 საუკუნეში თარიღიანი ანალოგი პოლნისის სიონია და უფრო ადრინდელი არ აქვს არაფერი. შესაბამისად, პალეოგრაფიულად ესე ზუსტად ვერ ეტყვი, რომ ნამდვილად რაღაცა მე-4 ან მე-5 საუკუნე. შესაბამისად, ის ეკლესია თუ თარიღდება 427 წლამდელი პერიოდით, აი ცოტა გვიანდელი პერიოდა, ქვედა ფენა ეს ღვთისმშობლის სახლსაც ეძახდნენ. გამოდის, რომ სადღაც აი მე-3, მე-4 საუკუნის არის და ეგრეც ფიქრობენ მერე, რომ მომლოცველებმა ისეთ ადგილას გააკეთეს, რომ აი მერე გვიანდელმა ეკლესიამ ისა დაფარა. შესაბამისად, ის წარწერები მიჩნეული არის მე-4 საუკუნის მეორე ნახევრით და მე-5 საუკუნის პირველ ნახევრით, 427 წლამდე. ანუ ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არის, იმიტომ რომ შესაძლოა გქონდეს მე კიდე ხო არა მერია ეს საუკუნეები. მე-3 საუკუნე ხო არ თქვი? კი. ხო, აი ბოდიშხტი სამოვჭრათ. ხო.
ეს ფაქტორი, ეს არქეოლოგიური დათარიღება შესაძლოა იყოს ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ თარიღდება მე-4 საუკუნის მიწურული და მე-5 საუკუნის დასაწყისის 425 წლამდე. ეს ნაგაზრი წარწერები. თუ ეს ასე არის, გამოდის რომ შესაძლოა ქართული დამწერლობა ჩავიდეს მე-4 საუკუნეშიც, ხო? ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ნაზარეთის ეს ქართული წარწერები. უბრალოდ იქვე მკვლევარები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმ ედიქტისაო, იმპერიის პერიფერიებში, აი ასურეთშიცო და რაღაცა მაინც ხდებოდაო ჯვრების გამოსახვა იატაკზე. ეგრე ადვილად ხა ეს ბრძანება უცებრად პერიფერია შეიძლება ჩაითვალოს იერუსალიმი, არ ვიცი, მაგრამ არა აქ მნიშვნელოვანი პერიფერია თუ რა იყო, ფაქტი არის, რომ გვიანდელ პერიოდში ეს ედიქტი არ იყო ძალაში ყოველ შემთხვევაში იმ ტერიტორიებზე და ასეთი მტკიცე დათარიღება ამ წარწერების არ გვაქვს, რომ აი აუცილებლად მე-4 საუკუნის ბოლო, მე-5 საუკუნის დასაწყისში არის, მაგრამ არსებობს ესეთი თეორია და ესეთი შესაძლებლობა, ასე რომ აუცილებლად უნდა ვახსოვდეს. ის მე მახსოვს კიდევ ერთი თეორია, რომელიც იყო ბესიკ ხურცილავას ჰქონდა ერთ-ერთ უცხოელ მეცნიერთან ერთად, რომელიც ფიქრობდა, რომ ბაკურის შექმნელი იყო ქართული დამწერლობა. ხო, ეგ წინა იმაში გამოვტოვე პოდკასტში. ბესიკ ხურცილავას ძალიან საინტერესო დაკვირვებები აქვს. თუმცა მე რაც წავიკითხე, მე ვიმეორებ, მე კონკრეტულად ბესიკ ხურცილავას უმუშავია ქართულ დამწერლობაზე და მე არ მიმუშავია. მე უფრო მკითხველი და შემფასებელი ვარ. მე რაც წავიკითხე, ის მაინც ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მესტროპ-მაშტოცის ცნობის სინამდვილეს. და აი მაგალითად აი ახლა იერუსალიმის წარწერებს რო წავიკითხავ, ერთ-ერთ პირს აიგივებს იმ ბაკურთან, აიგივებს აი გრიორმის დიხსენება, მაგასაც ვიტყვი, იმას აიგივებს ჯაღასთან, აი მესტროპ-მაშტოცის ფარგლენად ვინც თანამშრომლობდა, რაღაც კონკრეტული მონაცემებით. ჩემთვის პირადად არ არის ისეთი მტკიცე არგუმენტი, რომ გავიზიარო ეგ. და თან შემდეგ უკვე იმაზეც თუ არ ვწდები, იმასაც ახსენებს, დავათის სტელასაც ახსენებს აი იმ კონტექსტში, რომ რაღაცა დამწერლობას ესეთი ცოტა მისტიური ისა, ქებაიდადიდევაი ქართული სეინისა ესაც ეხება, გავეცანი მის ნაშრომის ძირითად ეტაპებს და ჯერჯერობით ვერ ვეთანხმები ამ შემთხვევაში, მაგრამ ვიმეორებ მე ეპიგრაფიკოსი უფრო ვარ, ვიდრე პალეოგრაფი და ამ შემთხვევაში უბრალოდ ჩემ აზრს ვამბობ. ხო, მეც უბრალოდ ვიცი რომ არსებობს ეს თეორია და შეხედვია. კი, და ამაზეც ხა ვისაუბრე. ჯერ ნაზარეთი, იმიტომ დავიწყე ნაზარეთით, რომ აი იმ ცნობილ წარწერებამდე, რომელიც ვერჯილიო კორბამ აღმოაჩინა, გამოვლენდა ნაზარეთის წარწერები, რომელიც თეორიულად შესაძლოა მართლა უფრო ძველი იყოს, ვიდრე ბეთლემის ბოლნისი თავისთავად და იერუსალიმის სხვა ძველი ცნობილი წარწერებიც. ასე რომ გვაქვს ესეთი თეორია, რომელიც ესეთი ფლად გამყარებული ჯერჯერობით ის ბოლომდე ვერ არის. გარდა ამისა, ახლა ცნობილია ბეთლემთან ვირელკუთი არის ესეთი ადგილი, სადაც აღმოჩენილი არის ეს მონასტრალი და სადაც არის მოზაიკური ქართული წარწერები. და იქ იხსენიება, გადავიკითხა უცებნო. ესეთი ტექსტი არის მოზაიკურ წარწერებში. წმინდაო თეოდორე, მარუან და ბურზენ და მერე ცოტა რთულად არის დაზიანებული ტექსტი, არასრული არის, შეიწყალენ, ამის არა ესე არის აღდგენილი და არის კიდე იგივენაირი ეგეთივე იქვე მოზაიკური წარწერა და ძუძუეულნი, ანუ ძუძუნტენი რაღაც ნათესავნი მათნი, ბაკურ და გრიორმისტ და ნაშობნი მათნი ქრისტე შეიწყალენ ამენ. დაახლოებით ეს არის ამოკითხული. ესეც იპოვა ვერჯილიო კორბომ, იტალიელმა ბერმა და არქეოლოგმა და იქ არის კიდე ერთი წარწერა, რომელიც ცოტა გვიანდელი პერიოდის არის. და შემდეგ გიორგი წერეთელმა შეისწავლა ეს წარწერები, სხვა მეცნიერებმაც გამოთქვეს ვასრავდები და რა სიტუაცია ახლა. აი ეს მარუანი და ბურზენი გაიგიუდნენ მურვანოსთან და მის მამა ბოზმართან, ესეთი პეტრეიბერთან. ანუ ჩვენ ვიცით რომ იყო ესე ძალიან ცნობილი ქართველი საეკლესიო ჯერ საერო და საეკლესიო მოღვაწე, სამეფო ოჯახის წევრი მურვანოსი. ეს მურვანოსი არის ашკარად ბერძნული ისა, ხო გავლენა. შეიძლება თავის დროზე, რა ვიცი, როგორი ფორმა ქონდა, მის სახელს ცოტა რთული სათქმელია, ხო, აი მარუანი, მირიანი თუ როგორ, ფაქტია რომ მურვანოსად ვიცნობთ მას მის საერო სახელს. შემდეგ გახდა ბერი. როგორც ვიცი, ის იყო, ხო, რა ქვია, ანუ წმინდანად იმიტომ არ არის შერაცხილი, რომ არის არიოზელი, ხო, თუ არ ვწდები, შოთას ქონდა ამაზე საუბარი მოკლედ. ყოველ შემთხვევაში ძალიან ცნობილი ქართველი მოღვაწე იყო
რომელიც მე წმინდა მიწაზე გახდა ეპისკოპოსი, ერთ-ერთი რაღაცა მონაკვეთის ეპისკოპოსი და მანვე დაარსა იქ ქართველთა მონასტერი. ბუნებრივია გაიგივდა ეს ადგილი იმ მონასტერთან, რომელიც პეტრე იბერმა დაარსა და რახან სახელი აქ არის მარუანი და ის მეორე ბურზენი ახლოს არის ამ პეტრე იბერის მამის ბოზმარის სახელთან. გაიგივდა ეს პიროვნებები ერთმანეთთან. რა თქმა უნდა, იქ არის კითხვის ნიშნები, რომ თუ უკვე საერო სახელი აღარ ქონდა, რატო დაფიქსირდა მარუანად. რეალურად ახლა მე არ ვარ პეტრე იბერის სპეციალისტი, მაგრამ რა ვიცით რომ როგორი წესი იყო მაშინ, მოკლედ ძალიან რთული საკითხი არის. მიუხედავად ამ ბევრი წინააღმდეგობის, ახლა ისიც არის, აი ბაკური რო იხსენიება და გრიგორი მისთი, ბაკური გაიგივებულია მის პაპასთან, დედის მხრიდან, ქართლის მეფესთან. და აი გრიგორი მისთი კიდე ცოტა რთული საკითხია. როგორც ვახსენე, გაიგივებულია ჯაღასთან რაღაც ნაშრომებში. აი სახელშიო თუ არ ვცდები, ჯაღა სომხურში არის იგივე სპარსული ჯანიო. ჯანი არის სულიო, გრიო თუ არ ვცდები სომხურად სულს ნიშნავსო და ესეთი პარალელების მიხედვით გაიგივდა. ესე ზუსტად არ მახსოვს ხა ზედმეტს არ ვილაპარაკებ. მოკლედ აქამდე, გიორგი წერეთლის გავლენით ეს პიროვნება გაიგივებულია პეტრე იბერთან. პეტრე იბერმა დაარსა ქართველთა მონასტერი იერუსალიმში დაახლოებით 427 წლის შემდეგ და შესაბამისადვე დათარიღდა ეს წარწერები. რომ არის აი მე-5 საუკუნის პირველი ნახევარი. ანუ თუ ის არ არის ნაზარეთის წარწერები არ არის უფრო ძველი, ეს არის წესით ყველაზე ძველი. მაგრამ ამ შემთხვევაშიც არის გარკვეული კითხვის ნიშნები, რის გამოც აი ბოლომდე ვერ იტყვი რომ ნამდვილად მე-5 საუკუნის პირველი ნახევრის არის. იქვე არის წარწერა ანტონ ეპისკოპოსიც შეწევნითა, ესეც ყველაზე დიდი წარწერაც არის აღმოჩენილი, ყველაზე ცნობილი ფოტოც არის ინტერნეტში. შეწევნითა ქრისტესითა და მეოხებითა წმინდისა თეოდორესითა შეიწყალენ ანტონი აბაი და იოსია. მომსხმელი ამის სეფისაი, ანუ მოზაიკის დამგები. და მამა დედაი იოსიასი ამენ. ეს ანტონ აბაი იხსენიება თუ არ ვცდები სვიმონ მცირე მესვეტის ცხოვრებაში და აი მე-6 საუკუნეში ჩადის წმინდა მიწაზე, მე-6 საუკუნის თუ არ ვცდები პირველ ნახევარში იქ მოღვაწეობს და ესეა დათარიღებული, ესა და ფიქრობენ რომ ეს არის აღდგენი ამ მონასტრის. რაღაც პერიოდში დაინგრა ეს მონასტერიო და მან აღადგინა და გააკეთა ესა. ხო და აი პალეოგრაფიულადაც ვერ იტყვი რომ ძალიან შორს არის ან ერთმანეთისგან, ტექნიკაც იგივე არის, მოზაიკა არის. ასე რომ მთელი ეს დათარიღება ძირითადად დგას სახელებზე, რომელიც გაიგივებული არის პეტრე იბერთან და მის ოჯახის წევრებთან და გარშემოყოფებთან, მაგრამ აქაც კითხვის ნიშანია მაგის გამო, რომ რამდენად არის ეს მარუანი, პეტრე იბერი, როცა ვიცით რომ პეტრე იბერი უკვე სასულიერო პირი იყო, როცა დაარსა ისა და პეტრე თუ იწოდებოდა, მაშინ მარუანი რატო საერო სახელი რატო დაფიქსირდა. მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ამის ამოხსნა მე პირადად მით უმეტეს არ მაქვს, არის კითხვის ნიშანი, რამდენად შეიძლება იყოს ეს მე-4 საუკუნის დასაწყისი. საბედნიეროდ ბოლნისის იგივეს ვერ უთქვის. ბოლნისის სიონში როგორც იცი არის ყველაზე ძველი ქართული წარწერები, რაცაც უფრო ზუსტი თარიღი აქვს. იქ წერია ბოდიში ესე დამავიწყდა მე თქვა იერუსალიმში კიდე ერთი მნიშვნელოვანი წარწერა გამოვლენილი უმლეიზუნის მონასტრის არქეოლოგიური გათხრებისას გამოვლდა ძალიან საინტერესო წარწერა. მე-5 საუკუნით თარიღდება პალეოგრაფიულად და ესე სამარხოი იოჰანე ფურტაվել ეპისკოპოსისაი ქართველისაი. ბოლოსში აღნიშნულია რომ ქართველი იყო. ფურტავზე არის რაღაცა მოსაზრებები რომ ფურტავი შეიძლება იქვე ყოფილიყო იერუსალიმთან რაღაცა ტერიტორია და იმის ეპისკოპოსი იყო. დღევანდელი გაგებით ეპისკოპოსებს არ უნდა შევხედოთ მაშინ, იმიტომ რომ დღეს თუ არის რაღაცა ტაო-კლარჯეთის ეპისკოპოსი და ამხელა იმას მოიცავს ან რაღაცა ალავერდელი და მაშინ უფრო ლოკალური იყო რამდენადაც მე ვიცი ადრეულ ქრისტიანობის ეტაპზე და შეიძლება მართლა იერუსალიმის ერთი რაღაცა მონაკვეთის ეპისკოპოსი ყოფილიყო. და ზოგი ამას რომ აი ფურტავი იგივე ბარდავი არისო და ბარდაველი ეპისკოპოსი და მაგიტომ ქართველი, იმიტომ არ აღნიშნულია რომ მაინც უფრო ალბანეთის ტერიტორიაზე და ამაზე სხვადასხვა აზრები არის, მაგრამ თავარიას რომ მე-5 საუკუნით თარიღდება ზოგადად და ესეც იერუსალიმში არის. ბოლნისში და საქართველოში გვაქვს მე-5 საუკუნის წარწერები, რომელიც ვიცით რომ პალეოგრაფიულად მე-5 საუკუნე არის. რა არის ბოლნისში, იქვე აკაურთაში, ქვემო ქართლში, ნიქოსში არის, ურბნისშიც არის. ანუ ვიცით რომ არის ეს წარწერები მოხაზულობით სავარაუდოდ მე-5 საუკუნის, მაგრამ ზუსტი თარიღი არ ვიცით. მთელი 100 წლის რომელი კონკრეტულად შეიძლება ერთ კვირაში გაკეთდა ის წარწერა საერთოდ ხო ამ კვეთის და იმის, მაგრამ არ ვიცით კონკრეტულად.
ამ შემთხვევაში ბოლნისის სიონის წარწერის შემთხვევაში, რომელიც დღეს სხვათა შორის ადგილზე არ არის, იქ მულაჟი არის ჩასმული თაბაშირის და ორიგინალი მუზეუმში გადამტანილი. წერია რომ ეს ეკლესია წავიკითხავ მაგრამ შეწევნითა წმინდის სამებისათა 20 წლისა პეროზ მეფისაზე, ანუ პეროზ მეფის გამეფებიდან მე-20 წელსო ვიწყე შენებაი ამის ეკლესიისაი და 15 წლისა შემდგომად განვასრულე. საერთოდ ჯამში 35 წელი, ესა ბოდიში 15 წელი აშენებდა და პეროზ მეფის გამეფებიდან 35 წელია გადათვლილი. ვინ აკაშინა თავყანი, ესეც საინტერესოა, თავყანის ცემა არის, აგან თავის ყანაზე დაცემა, ანუ მერე შეიცვალა სიტყვა, ხო? ასოებმა იცვალეს. ცხეს, აქაც ხანმეტობა არის. ღმერთთან შეიწყალენ და ვინ ამის მაშენებელსა დავით ეპისკოპოსსა ხულოცოს, ანუ ულოცოს, აქაც ხანმეტობა, იგიც ღმერთთან შეიწყალენ, იყავნ. ანუ ეს არის უძველესი ქართული წარწერა, რომელსაც ზუსტი თარიღი აქვს. ეს უნდა იყოს 493 ან 494 წელი. გადათვლილი არის პეროზ სპარსთა მეფის გამეფებიდან. არის მოსაზრება, როგორც ვიცი, რომ ამ პეროზში შეიძლება ვიგულისხმოთ ვინ ქვემო ქართლის პიტიახში პეროზი, რომელიც თორცემ მე-4 საუკუნეში იყო. მაგრამ ეხლა შეიძლება ვიღაცას ცოტა არ მოეწონოს ეს ამბავი, რომ იქ ვახტანგ გორგასალი იყო. ხო. რატო არ მოიხსნება? ამაზე ისაუბრა შოთამ შენ პოდკასტში და საკმაოდ დამაჯერებლადაც, მაგრამ არის ცოტა გვიანდელი წარწერებიც, აი იქ არის, რა ქვია, აბასთუმნის წარწერა არის, მე-7-მე-8 საუკუნეების მიჯნა არის და ესეთი რაღაცა არის. შეწევნითა ქრისტესითა იუსტინიანე, ანუ იუსტინიანე მეფისაზე მე ვიღაცამ დაზიანებული არის წარწერა. ღირს ვიქმენ ღვთისაგან განდიდებული ნათესავთ ყოველთა ჩემთა ბრძანებითა ღვთისდაცულისა, მამფლისა, არშუშა პატრიკიოსისა და ნებითა და ასე შემდეგ. ანუ ეს წარწერა მაგ დროს გავაკეთებ. ანუ მე-7-მე-8 საუკუნეების მიჯნაზეც კი ვიღაცა დიდებული წარწერის კეთებისას თარიღად ამბობს, რომ ეს იუსტინიანე ბიზანტიის იმპერატორის მეფობის წელს რაღაცა დავიწყე ამ შენებების. პირველი თუ მეორეა, არ ვიცით. ეს ცოტა რთული გასაგები არის, ხო? ანუ მე ამ შემთხვევაში ის მოვიტანე ფაქტად, რომ ამ თარიღთან მეორე უფრო ახლო არის, ესე რომ შეიძლება მე მაგ საკითხში სუსტი ვარ, ვერ გეტყვი, აქ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ თუ გვიკვირს, რომ აი პეროზ მეფე დაიმოწმა იმ დავით ეპისკოპოსმა და არა ვახტანგ გორგასალიან, ვინმე ქართველი მართველი, აგერ მე-7-მე-8 საუკუნის მიჯნაზეც კი ბიზანტიის იმპერატორის იმაშვებით. აი 777 წლის წარწერა არის კიდე სამშვილდის, აი ძალიან დიდი ეკლესია რო სიონი იმის წარწერა სამწუხაროდ ნაკრულია, როგორ არის, იცი აღმოსავლეთ ფასადი რაც არის, მთელ სიგრძეს მიუყვება წარწერა და რაღაცა ჩანგრეული რაც არის იქ ადგილები, იქ უკვე ცუდად აჩანს და იქ იხსენიება ესეთი რაღაცა, რომ აღეშენა შეწევნითა ქრისტესითა კაცმოყვარებითა საყოფელი ესე წმინდა ღვთისმშობელისა. ანუ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. სიონი, რასაც ქვია, საქართველოში არის ყოველთვის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის, იმიტომ რომ ღვთისმშობელმა სიონის მთაზე მიიძინა და ეს არის ნიშანი. თუ რამე ეკლესიას ქვია სიონი, ესე იგი ღვთისმშობლის მიძინების სახელობის არის. სალოცველად მერე ნაკრული ადგილია ნათესავით პიტიახშნი. წელსა ანუ 20-სა მეფობისა კონსტანტინესა დაიდვა საძირკველი. ანუ კონსტანტინე იმპერატორის მეფობის მე-20 წელსო დაიდვა საძირკველიო. მერე რაღაცა მოხდაო, ვარაზბაკო გარდაიცვალაო ერთ-ერთი მშენებელი და ამბობს, რომ დასრულდა უკვე მომდენო ლეონ მეფის მეფობის მე-3 წელსო. ენკენისთვის სამსო, ანუ 3 სექტემბერს დასრულდა. იმის თქმა მინდა, რომ მე-8 საუკუნეშიც კი სამშვილდის სიონის მშენებელი თარიღად იყენებს ბიზანტიის იმპერატორების გამეფებას. ხო. ეგეც და აი კიდე ყველაზე გვიანდელი პერიოდის არის თმოგვის წმინდა მარინას ეკლესიის წარწერა 1304 წელი არის. და აქ ცოტა განსხვავებული შემთხვევა არის. აქ იხსენიებს ვის? აქ იხსენიებს, რომ აი ავაშენე ეს ეკლესიაო, სახელი გავიხსენო ვინ არის? ესე იგი იმ წარწერაში. ხო. მოხსენებული არის ბიზანტიის ორი იმპერატორი, რომელიც ერთი არის, ესე იგი კონსტანტინე მე-5-ია, სავარაუდოდ კოპრონიმი, რომელსაც ანუ როგორ ნეხვიანს ეძახდნენ, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ეს იყო ხატმებრძოლი და ეკლესიამ გააშავა ძალიან პროპაგანდით, რომ თითქოს ბავშვობისას რო ნათლავდნენ, ნოემბერში მოისაქმაო ამის გამო რა. ნეხვიან, მაგრამ ისე იყო ძალიან ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იმპერატორი ბიზანტიის ისტორიაში საერთოდ ეს კაცი. და მაგის მერე არის ლეო მე-4 ხაზარი, იმპერატორი. და
რახანის ამბობს რომ ის კონსტანტინე და მერე იმის ლეონის დროს ალბათ გულისხმობს კონსტანტინე კოპრონიმსა და მერე ლეონ ხაზარს. ნამდვილად ეგრე არის. იყო შეხედულება სხვათა შორის რომ აქ იგულისხმებიან აფხაზთა მეფე კონსტანტინე და ლეონი ეგეთი მამა შვილის მონაცვლეობა. მაგრამ საბოლოო ჯამში დადასტურდა რომ ეს ბიზანტიის იმპერატორები არიან. ასე რომ და აი ეს 1304 წლის წარწერა თმოგვის წმინდა მარინეს ეკლესიას, სადაც ამბობს ხა დიდი ტექსტი არის, მაგას არ წავეკითხავ, მაგრამ აღშენებელი ქართველი ესეთი მოხელი ამბობს რომ სამინა მიქაური ერისთავი იყო. ეს მოკლედ დავით მეფე არის, მოკლედ ქართველი მეფე. იმას იხსენიებს, მაგრამ უპირველ ადგილას ყაზანყაენს იხსენიებს 1304 წელს. ანუ ეს პრაქტიკა იყო ყოველთვის შუა საუკუნეებში. ხა არ იყო ძალიან გავრცელებული რაღაცა, მაგრამ ვინმეს თუ უჩდება კითხვა რომ რატომ მოხდა ესე რომ ფაქტია, ეგ პრაქტიკა იყო და მაშინდელი ადამიანი ამაში ცუც ვერაფერს ვერ არის იმაში საქმე აქვს, რომ იდეაში ჯერ მოიხსენიებს ყველაზე იმ პერიოდის ყველაზე დიდი რაღაც იმპერიების და ამ შემდეგ მმართველს და ეს არის ორიენტირი ამ შემთხვევაში და მერე ლოკალურს. აი სუბორდინაციასავით არის ასახული ამ წარწერებში, ასე რომ ეს წარწერა, არ ვიცი, ხა ძალიან დიდი ალბათობით ნამდვილად 493-494 წლების არის და ითვლება ყველაზე ძველ ზუსტად დათარიღებულ ქართულ წარწერას. შეიძლება ურბნისში, ნიქოში ეს წარწერები უფრო ძველიც იყოს ამაზე, მაგრამ არ ვიცი ზუსტად. შესაბამისად, ეს არის ამოსავალი წერტილი ქართულ პალეოგრაფიაში, იმიტომ რომ ზუსტად ვიცით რა პერიოდის არის და აი მაგ წელს როგორ ასოებს იყენებდნენ, ეს არის მერე განზოგადებული. ხა ქართულ წარწერებს ვინც მუშაობს ან რაღაცა აინტერესებს, ატენის სიონი არის ხა ცოტა ისე ვიტყვი პოპულისტურად, მაგრამ მექა არის ქართული ეპიგრაფიკის და პალეოგრაფიის. მაგალითად მე რაც მინახავ საქართველოს ისტორიული ძეგლები, ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ძეგლია, რატო იცი, ყველაზე აი სიძველის შეგრძნება მქონდა ატენის სიონში, ხო, რაღაცნაირი აი გვიან ანტიკურობის ისა აქვს, რაღაცა ერთფერი აქვს რა. აი მე-7 საუკუნით თარიღდება, ხო, ატენის სიონი და სამწუხაროდ აი მანამდე არ ვიცით ხა იყო თუ არა რამე მაქვს, მაგრამ მე-7 საუკუნიდან მოყოლებული ატენის სიონი გადაჭრელებულია ყველანაირი წარწერით, რა ვიცი. და საინტერესო ისინიცაა ბევრი ზედ გამოსახულებები. ძალიან მნიშვნელოვანი გამოსახულები. აი როგორ არის, რაც ვახსენე, აი ეს წარწერები რაც ჩამოთვალა, ერთი ალბათ მოზაიკური, ჭედური არ გვხვდება და ხის წარწერები არ გვხვდება დღეს, თორე ნაკაწრი, ფრესკული, საღებავით შესრულებული ოფიციალური ლაპიდარული წარწერებით სავსე არის გარე ფასადებიც ატენის სიონის, რომელიც უდღეში არის და სასტრაფო შესწავლას მოითხოვს დაფიქსირებას. შიგნითაც ნაკაწრები საღებავით შესრულებულები. და მხატვრობა ძალიან საინტერესოა შიგნით. რამდენიმე ფენაა და ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ეს გიორგი მეორის პერიოდით თარიღდება და ეხა იდეაში გიორგი მეორის როგორ ჩაგრავთ ხოლმე რომ არ აქვს მაგის ის მშვენიერი მხატვრობა იმას აქვს. არა, ჩვენ შორის ამ პოდკასტში ძალიან ისე დადებით იმათ კონტექსტში განვიხილავთ ხოლმე, იმიტომ რომ იმ პერიოდის საგარეო იმას რო ვითვალისწინებთ სიტუაციას იმ შესაბამისად განვიხილავთ. არა, უნდა გაითვალისწინო მისი ბავშვობაც, ხო, ანუ გაიზარდა ტყვეობაში ადამიანი, ხა როგორ ექცეოდნენ იქ ლიპარიტი ღმერთმა იცის და როგორი ტრავმები აკიდეს ბავშვობაში, ასე რომ. ხო, გიორგი მეორის მეფობა, ხო, ჩვენ საერთოდ როგორც აღნიშნე, გვაქვს ამაზე ჩაწერილი ეპიზოდები. განსაკუთრებით მე ურჩევს მენას რომ მოისმინონ ეპიზოდი დავით ამაშენებლის გამეფებაზე. გვაქვს ძალკე ეპიზოდი, რომელშიც მაგაზეც ვლაპარაკობთ გიორგი მეორის პერიოდზე და აი მე მაგ პერიოდში რები ხდება ერის გამოც განაპირობა დავითის ასულა ტახტზე, აი მაგაზეც და აი ვისაც გაინტერესებთ განსაკუთრებით ეგ დრო, გირჩევთ რომ ნახოთ ეგ ეპიზოდი. აი რა შეგვიძლია ატენის სიონზე კიდევ თქვათ, იმიტომ რომ ზოგი მაგალითად ამბობს ხოლმე რომ ეს ტაძარი გარკვეულწილად არის რაღაც სირიული ის ელემენტები, სომხურიც და ასე შემდეგ. ხო, ძალიან მრავალფეროვანია თითქოს თავის შინაარსს, იმიტომ რომ მე მაგალითად როდესაც ვიყავი პირველად იქ, ყურადღება მიმაქცია კიდევ გამოსახულებებს, აი ცხენოსანი მშვილდოსნისა და ასე შემდეგ, რომელიც არის გარე ფასადზე გაკეთებული, ხო? ანუ ძალიან უცხოა რაღაცა თვალსაჩინო თითქოს და მდიდარი არის ბევრნაირად. მიუხედავად იმისა, რომ აი ამ თითქოს არც ძალიან გრანდიოზულ ეკლესიაში რამდენი რაღაცა ჩატეული. დავიწყოთ იმით, რომ ატენის მდებარეობა აი ზუსტად საქართველოს ცენტრშია, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ იქიდან გზები ადიოდა თრიალეთში თავისთავად, მერე იქ გადადიოდა ჯავახეთში. მოკლედ ძალიან ესეთ ადგილას იყო. ატენის ციხე კიდე საჭურჭლე იყო, ანუ საქართველოს სამეფოს ერთ-ერთი მთავარი ესეთი განსაცავი ატენის ციხე იყო. ძირითადი გზები იყო. ატენი იყო ქალაქი. ეს ეკლესია რაც არის, ქალაქის თავზე არსებული სიონი არის, ანუ ის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია.
აი სასწაულად მნიშვნელოვანი გზაზე იყო და ეს მეტყველებს ეს მინაწერები, წარწერები რაც არის ძირითადად მომლოცველების და იმ მომლოცველებში არიან მეფეები, თორელები, ერისთავები, ისინი ასენი და აი იმდენი წარწერა აქვს უბრალოდ ეხა სამცხარო რა არის რომ უმუშავიათ გურამ აბრამიშვილის და ზაალექსიძეს ამ წარწერებზე თეიმურაზ ბარნაველს, მაგრამ აი ერთიანი სახით შეკრული არა გვაქვს, იმიტომ რომ εν რაოდენობის არის ძალიან დიდ რესურსს მოითხოვს და ჯერჯერობით არ გამოინახა რაღაცა პროგრამა ან დაფინანსება ერთად შეიკრას ეს ყველაფერი არა და აი უძველესი ნუსხური, მხედრული ნიმუშები დამწერლობის სწორედ ატენში არის გამოვლენილი. ეხლა კიდე მიდის ხელნაწერების კვლევა, იცი 14-ის მეთოდი რაც ვახსენე და შეიძლება ეს ცოტა გადათარიღდეს და შეიცვალოს, მაგრამ ჯერჯერობით ეს არის მიჩნეული რომ უძველესი ნუსხური და მხედრული ასევე ატენსიონში არის აი არის კიდე ძალიან მნიშვნელოვანი ფრესკული წარწერები ისტორიული ხასიათის, ხო, ბუღა თურქის შემოსევაზე, აი თვესა, აგვისტოსა, ესა, ანუ მეხუთესა, დღესა, შაბათსა, ქორონიკონსა, ოგ, ანუ 853 წელს ქალაქი თბილისი დაწვა ბუღა და შეიპყრა ამირაი საჰაკ და მოკლა. და მასვე თვესა, აგვისტოსა, დღესა, ანუ კვ დღესა 26 აგვისტოს შაბათსავე ზირაკ შეიპყრა კახაი და ძმა იმისი თარხუჯი, ეს კონსტანტი კახის ცნობილი ამბავია, რომ ისტორიული წარწერები ძალიან მნიშვნელოვანი არის. აი კიდე არის, აი მოვიყვან ერთ-ერთ ფრესკაზე არის მამაი გიორგი მეფისაი, შემომწირველი ჯვარმეწამულისაი. ჯერ ცოტა რთული გასაგებია, ხა მაინც იდეაში გიორგი მეორის მამა ბაგრატ მეოთხე უნდა იგულისხმებოდეს, ხო, მაგრამ რატო არ იხსენება სახელით, რატომ ანუ ფრესკა არის გამოსახულება და მამაი შემომწირველი ჯვარმეწამულისაი. უკვე ცნობას ვიღებთ ამ წარწერიდან, რომ რაღაცა დიდი სიწმინდე იყო, ჯვარმეწამული, წითელი ფერის იყო, თუ რის გაიღ ცოტა სამშილოა, მაგრამ აი ეს ცნობა უკვე ძალიან დიდ სიწმინდეზე გვეუბნება, რომელიც იმდენად დიდი სიწმინდე იყო, რომ ის რომელი არისო, იცითო, გვეუბნება, აი ჯვარმეწამული რო შემოგწირა, ის არისო. არის კიდე ეს ლექსი წარწერები არის ატენსიონში შემორჩენილი მე-19 საუკუნის ძალიან მნიშვნელოვანი, ამას მერეც კიდე განვიხილავ. ასე რომ ატენის სიონი, ვისაც ქართული დამწერლობა წარწერები, ახლა კი არ არის ყველაზე ძველი ქართული და რაღაც, მაგრამ აი პალეოგრაფიის მხრივ, მნიშვნელობის მხრივ ატენის სიონი არის რაღაც სასწაული ძეგლი, აი ყველას აქვს ანახავი, ვისაც ეგ აინტერესებს. თან ფაქტობრივად ადრეული შუა საუკუნეებიდან მოყოლებული არის. აი შენც რო ახსენე, ერთ-ერთი სცენა აღიქმება, რომ ეს არის ლუკიანეს, ანუ დავით გარეჯალის და ლუკიანეს სცენა, იმას რო წველიან, რა ქვია, ირემს. სად დავით გარეჯი, სად ატენი, ეს ხო გამო 1000 ძალიან საინტერესო. საერთაშორისო მაქვე არის ძველი წარწერა არის კირილიცაზე და აღმოჩნდა მე-16 საუკუნის ცნობილი რუსი ვაჭარი, რომელსაც ეთყობა მაგარი რაღაც საქმე ქონდა და დატოვა ეგ ის, ანუ ატენის სიონი არის აი მართლა რა, ენით აღწერილი ძეგლია მაგხრივ რა. საქართველოს ისტორიის რაღაც ყველა ეპოქას აერთიანებს ერთ იმას. ხო, სიტყვები მართლა არ ყოფნის რომ შევაფასო მისი მნიშვნელობა. ხო, შენ ასევე ახსენე რომ ისტორიულ წყარო ძალიან მნიშვნელოვანი წარწერების გამოყენება, ხო? აი რა ისინი გვაქვს ასეთი წარწერები საქართველოში, რომელიც პირდაპირ შეიძლება დაგვაზუსტებინოს, მაგალითად რაღაცა ისტორიული მოვლენა, მაგალითად დაადასტუროს ის, რაც შეიძლება წყაროში ეჭვგეპარებოდეს, მაგალითად ან უარყოს კიდევაც. აი, ბევრი არის ეგეთი და კიდე ამოდის და ამოდის შეიძლება ითქვას და ეხლა ყოველთვის მახსენდება ხცისის წარწერა, ეს არის ხაშურის რაიონი, არის ხცისი სოფელი, ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია დგას. ბრწყინვალე წარწერები აქვს, აი ისეთი ლამაზი წარწერები აქვს, აი ვიცი, რაღაცა გეგონება მიუთითე კომპიუტერული გრაფიკით და 3D პრინტერმა ამობეჭდა, მაგრამ რაღაც სასწაული წარწერებია და მნიშვნელობითაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვინმე არანია მააშენა ეს ეკლესია და იქ თქვა რომ 1002 წელსო ავაშენეო და ესე წერია რომ ადიდენ ღმერთმან ძლიერისა ბაგრატ აფხაზთა და ქართველთა მეფისა და კურაპალატისა და ძისა მათისა გიორგი უფლისწულისა და ასე შემდეგ. აქ რა არის მნიშვნელოვანი? 1002 წელს დავით კურაპალატი გარდაცვლილი არის და ვიცით რომ ბაგრატმა მიიღო კურაპალატობა და ეს ადასტურებს ეს წარწერა ამას, მაგრამ მისი მამა გურგენი ჯერ კიდევ ცოცხალი არის, მაგრამ ქართველთა მეფის ტიტული ბაგრატს მაინც აქვს. როგორც ჩანს ერთად ჰქონდათ ეს ტიტული. აი ძალიან რთული არის ამ ყველაფერზე. უშუალო, მაგრამ ფაქტია რომ წარწერა ჩვენ აი რაღაცა რო აღმოჩენილიყო ან ხელნაწერი ან ისა ვიფიქრებდით რომ რახან ბაგრატი ქართველთა მეფედაც იწოდება, ესე იგი 1008 წლის მერეა შექმნილი, იმიტომ რომ 1008 წელს გურგენი დაიღუპა და ეს გახდა ქართველთა მეფე, მაგრამ არა 1002 წელს უკვე ეგ ტიტული აქვს მიღებული. ასევე არის ისა აი აბელის წარწერაზე გადავა ამ შემთხვევაში. რა არის საინტერესო, აი ჟამთა აღწერელი, ვიცით რომ არის მე-14 საუკუნის პირველი ნახევრის მემატიანე
და როდესაც დავით ულუ და დავით ნარინი ბრუნდებიან ყაენისგან, ვიცით რომ ორ მეფობაა, ხო? რომ მეფემ ერთად დაადგინა ისინი და ჟანთან აღწერელი ესეთ რაღაცას ამბობს. აი, ხას უსვავს რა ეს მემატიანერა და ორნი დასხნეს ტახტსა ზედა და რომელ მრავალი სიგელი იპოვების, ანუ მეო მინახავს, მე თვით მე მინახავს ესაც წერს, რომელიც სიგლებისა თავსას წერია, მეფენი ბაგრატუანი და ნებითა ღვთისათა დავით და დავით ვამტკიცებდა ხელსაც აწერენ. ანუ იმდენად კარგად თანამეფობდნენო ჟანთან აღწერილი ამას რომ მე თვითონ მაქვს ნანახი საბუთებიო, სადაც ერთად გასცემენა რომ ამ საბუთებს რა, აი დავით ერთად ხელს აწერენ რაღაცაო და ანუ ეს მოაქვს ალიბად და საბუთად რომ ესეთი კაი თანამეფობა ქონდათო. ეს საბუთები ჩვენ არ შემოგრჩა, მაგრამ შემოგრჩა წარწერები. ერთი არის აბელის წარწერა ქვემო ქართლში, სადაც წერია, ну სამშენებლო წარწერა, ბრწყინვალე წარწერა არის და ადიდენ და დაამყარენ ღმერთთან მეფენი ჩვენი დავით და დავით. აი იმეორებს ფაქტობრივად, ანუ რასაც ეს ამბობს, ეს კი არ თხზავს, რა ქვია, ჟამთან აღწერილება ვიღაცამ მოიფიქროს, არა ეს შეთხზა, იმიტომ რომ რაღაც მიზანი ქონდა, მაგრამ არა, ის საბუთები კი არ შემოგრჩა, მაგრამ წარწერა შემოგრჩა აბელის და კიდე არის ნიაბის წარწერა. სადაც ასევე არის რა, იქ წერია ესა, მეფეთა ჩვენთა დავითთა გვიბოძეს მცირედი ესე რაღაც შესაწირავი და რაღაც. ასე რომ ამ შემთხვევაში ეპიგრაფიკამ დაადასტურა ჟენთან აღწერილი ცნობა, რომლის საბუთიც აღარ შემორჩა. აი საბუთებს ერთად გაცემდნენ და აგერ ეს წარწერების ფაქტობრივად სამშენებლო არის და თან იურიდიული დოკუმენტი არის და ფაქტი არის, რომ აქ ორივე მეფე იხსენიება, თანამეფობა არის შემდგარი, ესე რომ ვთქვათ. ძალიან მნიშვნელოვანი ახლა გადავიდეთ ხო შემდეგ რაღაც წინააღმდეგი. ხანძთის სამრეკლოს წარწერა, ეს არის უმნიშვნელოვანესი რაღაც. ხანძთის სამრეკლოს წარწერა არის მე-15-16 გვიანდელი პერიოდის არის და ის იხსენიება ვიღაცა მარკოს, რომელმაც აღაშენა ხანძთის წარწერა. ეხლა რა ხდება? წლები არ ვიცოდი ზუსტად სად იყო შატბერდი, სად იყო ხანძთა, არა და ორი ყველაზე მნიშვნელოვანი მონასტერი ხო ეგ არის? ხო. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში და ისედაც კლარჯეთში და რაღაც. როგორი ცუდი რაღაცა არის, რომ არ იცოდი წარმოიდგინე ხანძთა სად არის, ხო? არ ვიცოდით, მართლა შატბერდიც არ ვიცოდით და ეს რაც დგას დღეს რაც ცნობილი რომ ნამდვილად ხანძთის მონასტერია, ხან შატბერდი გვეგონა, ხან ვამბობდით რომ აი ნუკა საყდარია ეკლესია მიშენებული ძალიან ლამაზი ეკლესია და ეგ არისო ხანძთაო, ხან ისაო და რა აღმოჩნდა? სინას თაზე არის ხელნაწერი წიგნი, არის სულთა მატიანე. ანუ იქ მომლოცველები ან რაღაც შეწირულობას გასცემდნენ, იმათ დავთარისავით აკეთებდნენ და იხსენიებდნენ. ძალიან მნიშვნელოვანი აღაპები არის კი ეგენი, მოსახსენებელი რომელ დღეს უნდა მოეხსენებინათ გრიგოლ სურამელი და ასე შემდეგ, ხო? იქ იხსენიება მარკოს მარაკიძე ხანძთისა სამრეკლოს ამშენებელი. და აი ეს სამრეკლოს წარწერა რო არ გქონდეს იქ ხანძთაში. დღემდე ვიქნებოდით ხანძთასად არის, ან დღემდე არ გვეცოდინებოდა უმნიშვნელოვანესი ქართველი მონასტერი სად არის ზუსტად, ხო? და აი ამ წარწერამ ზუსტად მოგცა შესაძლებლობა, რომ იმ ხელნაწერთან ერთად დაგვედასტურებინა, რომ ეს იყო ხა მე რა თქმა უნდა არ ყოფილვარ ესა. თავის დროზე თვალსაჩინო ვახტანგ ჯობაძე მივარაუდა მე დარიჟან კლდიაშვილმა გამოაქვეყნა ესა და წარწერას მნიშვნელობა ჩანს აქედან. აი წარმოიდგინე რომ ეს არ ყოფილიყო ეს წარწერა, ან არ გაეკეთებინა, თან დაზიანებულიყო, ხო? დღემდე დაუკლარჯეს ისე წავიდოდით, რომ შეიძლება შატბერდი გორნებოდა, შეიძლება რაღაც მუკა საყდარზე ვსულიყავით და გრიგოლ ხანძთელის მოსახსენებლები იქ რაღაცა, ხო? წარწერის მნიშვნელობა ამ შემთხვევაში უდიდესი იყო. კიდე არის ძალიან მიყვარს ეს წარწერა, ერედვის წარწერა, ეგ ოკუპირებულ შიდა ქართლში არის 914 წლის წარწერაა და ნუ ფაქტობრივად არის მატიანე. ეხლა ნახე რა წერია, 914 წელი არის. ამ დროს აფხაზთა მეფეები აბულ კასიმის შემოსევების პერიოდია. ხო, ითვლება რომ მაგის მერე მოხდა, მოკლედ, სხვადასხვანაირად ათარიღებენ ამ წარწერას, ეგეც საკითხავია, მაგრამ მნიშვნელოვანი რა არის. ერედვში აშენდა ეკლესია, ვინმე ტბელი, ქაური ცნობილი საგვარეულო იყო ტბელები. წერს ასეთ რაღაცას სახელთა ღვთისაითა, მამისა, ძისა და სულისაწმინდისაითა, მეოხებით და ღვთისმშობლის ჩვეულებრივი ფორმულა. ხელმწიფობასა ღვთივდამყარებულისა წმინდისა კონსტანტინე მეფისა, ანუ ეს აფხაზთა მეფე არის, რომელმა ბრძანა და ჩავიდა ჰერეთს შიგან. ჰერთა მეფეი გააქცია და მუნით მშვიდობით იქცა. ცისკრად ალავერც ილოცა. წუხრი ბრეზას გარდახდა. მეორედ კულა ავიდა ვეჯინისა ციხე დალეცა და ეს იყო მთელი ამბავი და ამ დროსო ქართლში უფლობდა ივანე ტბელიო,
ეპისკოპოსი იყო რაღაცა შემოკლებულია და ყვარყვარეთ კითხულობენ, მაგრამ ცოტა რთული არის ამას აღდგენა. და ჯვარითა მიზითა განზრახვითა ნიქოზელისა, სტეფანესითა ეპისკოპოსითა ძალითა შეწევნით ავაშენე ეს ეკლესია მე თეოდორე თაფლაის ზემან. მოკლედ, ეს წარწერა არის ამხელა რაღაცა. თუ რამდენი ხარ მოხსენებული შევდით, ხო? ანუ თელ დეტალებში გიყვება რომ წავიდო ეს კონსტანტინე მეფე, აფხაზთა მეფეო, ეს ადგილი ისა აფხაზთა მეფის დაქვემდებარებაში იყო შიდა ქართლი, ძალიან დიდი ხანი, იქ ის ბრძოლებიც მიდიოდა, საუფლისწულოებიც ჰქონდათ. ფაქტი ეს მისი სენიორი არის. თაფლაიზის სენიორია და მაგიტო იხსენიებს რომ წავიდა ჰერეთშიო, ჰერთა მეფე გააქციაო, ცისკრადო დილას ალავერცი ილოცაო და აღამე ბრეძაშიო ილოცაო. მერე ავიდა ვეჟინის ციხე დალეწაო. ანუ მთელი დიდება არის, აქ მოთხრობენ რამხელა ისტორიული წყარო არის ერევნის წარწერაში მარტო და ეგეთი კიდევ ბევრი გვაქვს საბედნიეროდ. იმდენი არა რამდენიც გვინდა, მაგრამ მაინც საკმაო რაოდენობის არის. ჩვენ ასევე გვაქვს მაჩხანის და დიღმის წარწერები. აგაზეც მივალ აუცილებლად თუ ხო არ გინდა რაღაც იმას. და გომარეთის და ელიესის. გომარეთს ვიტყვი ჯერ. ახლა ზოგადად ბაღვაშებზე ცალკე ვისაუბრებ აუცილებლად, იმიტომ რომ ცალკე თემა არის ბაღვაშები. გომარეთი არის ქვემო ქართლში ესეთი დიდი ველი, ძალიან ბევრი ეკლესიით, ძალიან საინტერესო წარწერებით, რომელიც ბაღვაშთა გამგეობაში შედიოდა. და იქ ერთ-ერთ ძალიან მაგარ წარწერაში წერია ესეთი რაღაცა, რომ აშენდა ეს ეკლესიაო მას ჟამსაოდეს ლიერმან და უძლეველმან გიორგი აფხაზთა მეფემან, გიორგი პირველია ნაგულისხმები, შეიპყრნა ზვიად მარუშიანი. მაშინ ესე ბალავარი დაიდვა. და აი ამ წარწერაში იხსენიება ასევე ლიპარიტ ბაღვაში. საქმე რაშია, ეს გიორგი მეფე და ზვიადი არიან აი ეს დიდოსტატის მარჯვენა ცნობილი გიორგი პირველი და ზვიად ერისთავი, ხო? ამ დიდოსტატის მარჯვენის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი. ამ წარწერიდან ვიგებთ, რომ გიორგი მეფე გაუწყრა ამ ძალიან მნიშვნელოვან პირს, რომელიც შირიმის ბრძოლაში იღებს მონაწილეობას, მოლაპარაკებებში, ან გაუწყრა და დაიჭირა. ზვიად მარუშიანი. აი ეს წარწერა გვეუბნება და მაგის მერე ეს მიწები, როგორც ჩანს, მარუშიანის იყო უბოძა ლიპარიტ ბაღვაშს, აი ეს კონკრეტული ეს მონაკვეთი, მერე აშენდა ეს ეკლესია. ანუ შეპყრობის მთელი ისტორია გვაქვს მოცემული და ეს ნიშნის მოგებით ამბობს რა, იმის რა ქვია, ლიპარიტი რო, აი ის რო დაიჭირაო, აი მერე მე გავხდიო აქ მაგარი. რამდენიმე კილომეტრში არის კიდე ერთი ეკლესია, ელიასეთის ეკლესია, ზახიანი ქვია და ეხლა იქ რა ხდება? 1032 წლის ის არის 1020-იანი წლები ის წარწერა. ეს არის 1032 წლის. სადაც წერია მოწყალებით აფთისაითა მე თეოდორეო, ვიღაცა თეოდორე, ღირს ვიქნა ნახშენება წმინდის სახტრისა, ადიდან ღმერთთან ბაგრატ მეფისას ალოცველად და შემდგომად ლიპარიტ ერისთავის. ანუ ჯერ ბაგრატ მეფეს იხსენებს, მერე ლიპარიტს, ანუ ჯერ არეული არ აქვს ურთიერთობა ამათ რა. და ნახე რას წერს, მას ჟამსა დაიდვა ბალავარი, ანუ აშენდაო ეს ეკლესია, ოდეს შეიპყრა ლიპარიტ ერისთავან ამირაი. თბილისის ამირა რო დაიჭირა ხო ახსოვს? ანუ ეს წარწერა არის აი იმაზე მიძღვნილი და მნიშვნელოვანი რა არის, რომ სულ რამდენი საქართველოში თუ არ ვცდები, სულ ორი არის ეს შეპყრობა იმას დაჭერა და პატიმრებაზე ორი წარწერა და რამდენიმე კილომეტრში არის ერთმანეთისგან. ამ შენებელმა ნახა ის წარწერა. იქ ხო არისო მარუშიანის შეპყრობაზეო. და ამან კიდე ის ამორია შეიპყრო და ეხა მაგას უკდავყო ამ წარწერით. აი ეგეც იმას აქნა. და აი რაც ახსენე მაჩხანის წარწერა, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. წარწერა თბილისის საამიროს თემაზე და ქრისტიანულ თემზე თბილისის საამიროში და რაღაცა არ არის ბევრი ისეთი მონაცემი, მით უმეტეს კარგად არ არის შესწავლილი ქრისტიანები რა დღეში იყვნენ თბილისის საამიროს პირობებში, ხო? ხა დავითის ისტორიკოს თუ დაუჯერეთ, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყვნენ თბილისელი ქართველები, ქრისტიანები და დავითი შველად მივიდა და როცა აიღო ქალაქი რაღაცა სისხლით უღდაო იმ ძმებისო და წინაპრების, ვინც დაიღუპა აქ რაღაცა და ნუ გასაგებია ეს პათოსი არის, ხო, მემატიანის შუა საუკუნეების მემატიანის პათოსი არის. მაგრამ აი ხელნაწერები, წარწერები სხვა სურათს გვიხატავენ თბილისის საამიროს ქართველების შესახებ. ერთ-ერთი არის მაჩხანის წარწერა. მაჩხანი ბერს გონია მარტო იქა. კახეთში, ხო? გიზიხში. და მაჩხანი ზოგადად როგორც ვიცი, ჭანურ ლაზურად ნიშნავს ხევს. და ეს ძველი ტოპონიმია შემორჩენილი. მაჩხანი არის აქვე, სოფელი დიღმის ზემოთ თბილისთან. არის ესეთი ეკლესია, წმინდა თეოდორეს სახელობის, სადაც გვხვდება უნიკალური ქართული წარწერა, არაბული წარწერა, ანუ ბილინგვა არის. არის ქართული საამშენებლო წარწერა, სანაცვლოდ ცოტა ცუდად იკითხება, მაგრამ წერია რომ სახელთა ღვთისაითა მეოხევითა წმინდისა თეოდორესითა ადიდნენ ღმერთთან ქართლის ამირა,
მერე წერია ესე საყდარი რაღაც ეს ხომად კიტრაის ზეობასა აშენდაო. ეს ხომად კიტრასზე თითქოს არაბულადაც წერია, ანუ სახელი არის ორგან დაფიქსირებული. ფიქრობენ, რომ ეგ არის თბილისის ამირა. და მან მისცა უფლება ეკლესიის მშენებლობის და ამათ იურიდიულად დააფიქსირეს მისი სახელიც ქართულადაც და არაბულადაც. რამდენიმე აზრია რამ წარწერას გამოთქმი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ქართულ-არაბული წარწერა გვაქვს აქვე თბილისთან ახლოს ძალიან. მე-11 საუკუნე არის და აი ეს კარგად მიუთითებს რაღაც მხრივ აი ქართველების მდგომარეობაზე თბილისის საამიროს შემთხვევაში. და კიდე ერთი წარწერა იქვე სოფელ დიღომში, აი დღეს რომ მიხვიდე, ცოტა გაგეცინება, იმიტომ რომ დგას ჩვეულებრივი საბჭოთა პერიოდის корпуსი, არის ჩვეულებრივი გზა ავტობუსის გაჩერებით, იქ მარკეტი, იქ სამშენებლო მაღაზია და უცებ მე-11 საუკუნის ეკლესია დგას მათ წინ. ისე არის ჩაკარგული ამ ურბანულ ამბავში, რომ გვერდზე რო გაირო შეიძლება იყოს რაღაცა მე-19 საუკუნე რაღაც. არა და მე-11 საუკუნის ეკლესია ესეც ბევრი წარწერით. ამ შემთხვევაში არ გვაქვს არაბული ეს წარწერა ან არ იმერასხმება რაღაც, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არის. სამშენებლო წარწერებში იხსენიებიან ქართველები, რომელთა სახელი არის აჰმადი, იგივე აჰმედი, დინარი, აბო და აბულახტარი. ყველა ეს არის არაბული წარმომავლობის სახელები. ანუ არის ქრისტიანი, რომელიც აშენებს დიღომში ეკლესიას, ეს არის საამიროს ტერიტორია და მის სახელი არის აჰმადი. აი, აბო. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აბოც არის დაფიქსირებული. ანუ ტრადიცია მაინც ცოცხალია მე-11 საუკუნეში, როგორ რომ ვიღაცამ დაარქვა შვილს აბო, აი ეგეც რაღაცას მიუთითებს რა, რომ აი ნიშნის მოგებით ხო არ დაათვალა ახან საამიროშია და რაღაცა და ამ აბოს წარწერა ხოთაშორის ძალიან კარგი არის, მიყვარს. ხო წერია რაღაცა ქრისტე შეიწყალი აბო, ესე ჯვარითა ის დგას და გვერდზეა გამოსახული კაცი ჯვარით დგას და ხელები გაშლილი ცოტა ისეთი მხატვრობა მაკურთხეველი მარჯვენა და ავტოპორტრეტია დატოვებული. ასე რომ ამ ხრივაც აი თბილისის საამიროს ხრივ ეს ორი უნიკალური წარწერა ძვირფასნობას გვაწვდის ამ მდგომარეობაზე რა. ხო, აქ შევახსენებს მენას, რომ ჩვენი პარტნიორი კეტოგენის brain optimizer-ი, ეს არის საკვები დანამატი, ბევრი სასარგებლო ნივთიერებით, რომელიც აუმჯობესებს პროდუქტიულობას, გონებრივ ფუნქციებს და გეხმარებათ ინფორმაციის უკეთ ათვისებაში და სხვადასხვა არც ვარჯიშს და ენერგიისთვისაა ურიგო. ახლა ჩვენ უნდა გადავიდეთ წარწერებზე, რომლებიც გარკვეულწილად ჩვენ ფეოდალიზმის სისტემის შესახებაც მოგვითხრობ საქართველოში, იმიტომ რომ საერთოდ ქართული ფეოდალიზმი ისეთი საკითხია, რომელზეც ბევრს მსჯელობენ, აი რამდენად არის ეს კლასიკური გაგებით ფეოდალიზმი თუ არის რაღაცა თავისებური ფორმა ადგილობრივი. ხა მე მაგალითად ასე არ წვრილმანდები ხოლმე, იმიტომ რომ შინაარსობრივად რადგან ეს ვასალიტეტი არსებობს გარკვეულწილად და სენიორი არსებობს, რომელსაც ყავს ეს ვასალები ემსახურებიან და მეფე არის ამ ყველაფრის სათავეში და შემდეგ ამ ფეოდალურ სისტემის ძირითად მოთხოვნილებებს რაც არის მოკლედ რომ თქვა აკმაყოფილებს, მაინც ასევე ეძახით ჩვენ ფეოდალური პერიოდი, ხო? იგივე ივან ჯავახიშვილიდან მოყოლებული, რომელმაც დაწერა, რომ დასავლეთ ევროპულ ფეოდალიზმთან რომ ქართული ფეოდალიზმი ყველაზე მეტ მსგავსებას ავლენსო. შესაბამისად, მაინც ეძახით ჩვენ ფეოდალიზმს ამას. აი რა წარწერები ხდება ისეთი, რომელიც აი შენ აღნიშნე რომ ფეოდალიზმის სახელმძღვანელო არისო. ხო, ანუ მე მაგას თავისუფლად უწოდებ, იმიტომ რომ ზოგადად აი განსაკუთრებით შუა საუკუნეების პერიოდში თუ მუშაობ, ფეოდალიზმში თუ ვერ გაერკვიე, აზრი ეკარგება, იმიტომ რომ ვერ ხვდები რა რატო ხდება. აი პირობითად აი მე-11 საუკუნეში მიდის დიდი ბრძოლები საქართველოში და ბაგრატ მეოთხე და კახეთის მეფეს კვირიკე შეჯგუფებულები ებრძვიან ფადლონს. ხო. განძის ამირას. და იყო ერთი ისაკ ტოლოშელის ძე, ესე მესხი აზნაური, რომელმაც შეიპყრო სადღაც ფადლონი. ეს იყო ბაგრატ მეოთხის ვასალი. მაგრამ ეს ფადლონი წაუყვანა იმას, რა ქვია, კვირიკე მეფეს. ხო. ხო და აი ცოტა ტრავლტაც გიფივით ვართ ხოლმე, ანუ თუ ფეოდალიზმი კარგად ვერ გავიგეთ, ეგეთ გადაწყვეტილებას შინაარს ვერ გებულობთ და აი ფეოდალიზმი რას ახსენე, ეგ ბევრი აღნიშნავს, საერთოდ ძალიან სოციალისტურად და საბჭოთა მენტალობით აღჭურვილი ესეთი ცნობილი ისტორიკოსებიც აღნიშნავენ და დასავლეთ ევროპულ ქვეყნებთან ქართული ფეოდალიზმი არის ძალიან მსგავსი. მიზეზებს ვეძებთ ხოლმე რაღაცებს, მაგრამ უმნიშვნელოვანესი არის ფეოდალიზმის აღქმა და ძალიან რთული არის ამავე დროს. აი წარწერები მაგაში ძალიან გვეხმარება. აი პირველ ყოვლისა მინდა ვახსენო ხელიანი სტელები. ეს არის ეხლა არ მინდა შექმნა შტაბეჭდილება, რომ ეს წარწერები მარტო ეკლესიებს ეკუთვნის, ხო? ან ხატები ან ისინი.
წარწერები კეთდებოდა ციხეებზეც, მაგასაც განვიხილავი, სვეტებზეც რო ვახსენე, ის საეკლესიო დანიშნულების სვეტი არის, ხო, მაგრამ ცალკე ხელიანი სტელებიც არსებობდა. რატო ეძახით ხელიან სტელებს? ძირითადად გავრცელებული არის ქვემო ქართლში და სამცხე-ჯავახეთში. არის ქვის დიდი ესეთი სტელა, გამოსახული არის ადამიანის მარჯვენა ხელი და ზედა წერია რომელი მეფის ხელი არის. ან ძირითადად მიჩნეული არის, რომ თამარიდან იწყება და გრძელდება რუსუდანის პერიოდის ჩათვლით. მერე უკვე ნაკლებად არის. ეს მიუთითებს სამეფო ხელისუფლებაზე. ანუ ის კონკრეტული ადგილი მეფეც ხო ფეოდალი არის, მეფეც ხო მიწის მესაკუთრე არის. დომენი აქვს იმასაც თავისი. და არ არის აუცილებლად ყველაზე მდიდარი იყოს, აგერ ბაღვაშები ხანდახან უსწრებდნენ კიდევაც, ხო, სიმდიდრით და რაღაც. შეიძლება ზოგჯერ მხარგრძელებიც არ ყოფილიყვნენ ნაკლები. თავისთავად, კი, ანუ ფეოდალიზმის წესები ეგეთი არის, რომ მეფეც ფეოდალი არის, ეკლესიაც ფეოდალია, ყველა ფეოდალია. ვისაც რაღაცა თანხა და მიწა აქვს და ეს ხელი ნიშნავს, რომ ეს მიწა არის ჩემი და წერია ხოლმე ესე ხელი ჩემი თამარისა არის, ან ძისა ჩემისა ლაშასია და რაღაც. ეს ქვემოთ კიდე წერია ხოლმე კონკრეტულად აი მეფის მიწას ვინ განაგებს. ანუ ის არ არის დიდებული, ძირითადად არის პატარა აზნაური, რომელიც განაგებს ხოლმე. მოურავივით არის. დაახლოებით ეგრე რა, ანუ ის მიწიდან არ იღებს დიდად მოგებას, უფრო აი ხელფასის მსგავსი რაღაც შეიძლება ქონდეს. შესაბამისად, ხელიანი სტელები არის ცალკე სამყარო, ძალიან მნიშვნელოვანი ფეოდალიზმისთვის და ისეთი წარწერები, ისეთი სახელები ფიგურირებს, რომ ეგრევე ხვდები, რომ თურმე იქ ეს ფიგურირებს, ესე იგი აფრიდონი აქ ყოფილა გადაყვანილი, ეს შალვაერის ახალციხელი აქ ყოფილა რაღაცა. ეხლა ვიტყვი მასაც, მაგრამ არის ესეთ ცნობილი ზრესკის სტელა. ჯავახეთში ახალ ქალაქსა და იმას შორის, კუმურდოს შორის არის ნასოფლარი ზრესკი. სამი ხელიანი სტელაა შემორჩენილი. ერთი არის თამარის, მეორე არის ლაშა გიორგის და მესამე გადაშლილია სავარაუდოდ რუსუდანის იყო ეს ხელიანი სტელა. იქვე ცოტა მოშორებით შუა მინდორზე ცოტა ამაღლებული ესეთი ბორცვი იყო, როგორც ჩანს ხელოვნურად. და ზედ იდგა ესეთი სტელა, ხელიზად არ ქონა, მაგრამ წარწერა იყო, რომელიც ამბობდა, რომ ზრესკელმა ბერმა აღმართა ეს სტელაო, ზაქარია მხარგრძელს იხსენიებს, ადიდებს, გვერდზე არის შალვა და ივანე ახალციხელების წარწერა და ცოტა შინაარსი ვერ გავიგე ამისი, რა რომ იქით არის ახალ ქალაქი, რომელსაც თორელები განაგებენ. ზრესკში არის სამი ხელიანი სტელა, ანუ მეფის კუთვნილება არის. აქეთ არის კუმურდო, რომელიც კუმურდოელის არის. ეს სტელა რა შუაში ამეთქე და მე უკვე მივედი რაღაც დასკვნამდე, რომ ამათ შორის მიწის გამიჯვნა, ტერიტორიის გამიჯვნა დაავალეს ნეიტრალურ ტიპს. ზაქარია მხარგრძელს იმანაც გამიჯდა და როგორც სასაზღვროდ დადგა ეს სტელა ზუინაკეტი აღმართა ზუინთან კავშირშეტყობა ისა და რაღაც. ასე რომ ფეოდალიზმის გასაგებად ხელიანი სტელები აი უმნიშვნელოვანესი წყარო არის. კიდე არის ძალიან საინტერესო ამაზე ნამდვილად მიმუშავია გაზრდილობის ინსტიტუტი. ვინ ვის ზრდიდა შუა საუკუნეების საქართველოში. ეს არ იყო მარტო რომ აი ჩვენთან გავრცელებულია ხალხში მოსაზრება რომ მეფე იზრდებოდა გლეხთან რომ უბრალო ადამიანი არ იყო ნამდვილად ეგრე. იზრდებოდნენ მეფეები თუ დიდებულები სამეფო კარზე ან დიდებულის კარზე. და რატო იზრდებოდნენ? დაახლოებით 10-15 წელიწადში მეფე თავის გაზრდილს ნიშნავდა ეპისკოპოსად, ერისთავად, ანუ ამზადება კადრებს იმ ტერიტორიებისთვის, რომელშიც რაღაცა პრობლემები ქონდა. ეს ძალიან საინტერესო ის არის, აი დემეტრე პირველი ამ ხრივ გამორჩეული არის, იმიტომ რომ ტბევარი ეპისკოპოსი გაზარდა, რომელიც ამ დროს შავშეთის ერისთავიც იყო, ანუ ერთი გაზრდობით ორი ჭიდი მოკლა. ჰერეთის ერისთავი გაზარდა, იქ დაადგინა ჰერეთის ერისთავი. ანუ ეს გაზრდილობის ინსტიტუტი ყველაზე კარგად წარწერებიდან ჩანს. და აი მაგხრივად წარწერები მთელ ამ იმას კარგად ასახავს. დიდებულებთან მიბარებაზე ეს ხშირად ხდება კიდევაც. აი მაგალითად დემნაუფლის წული, რომელიც ორბელებთან იზრდებოდა, ხო? ჩააბარა მათ და იცოლადაც კი მოიყვანა მერე ორბელის ასული და ეს არ ხდება შემთხვევით. ეს არის 20 წლით ადრე გათვლილი, ანუ 20 წლის შემდეგ უნდა დაედო თავარი შედეგი ამ ყველაფერს რა, ერთგულება და ფეოდალიზმის სახელმძღვანელო. ხო და აი კიდე არის წარწერები, ძალიან მიყვარს ეს სახეობა, არის ეკლესიის სამშენებლო წარწერები, სადაც კონკრეტული პირი კი არ აშენებს, აი რაღაცა ვიღაც თეოდორე და რაღაცა, აშენებს სოფელი. ანუ ჩვენთან მithumete საბჭოთა პერიოდში ფეოდალიზმი ესეთი წარმოდგენა შეიქმნა, რომ აი ყოველთვის ექსპლუატაცია, ჩაგვრა, ისა მე არ ვიტყვი რომ ძალიან კარგად იყვნენ ფეოდალიზმის დროს ეს მსახურები და გლეხები და სოფლის მოსახლეობა, მაგრამ ისე კატასტროფულაც არ ჩანს, რაც საბჭოთა პერიოდის ისტორიოგრაფია ამბობს და ამის დასტურიც არის სწორედ წარწერები, ნახე. ერთი არის სავანეს ეკლესია არის იმერეთში რაღაცა ბრწყინვალე ეკლესია და როგორც სამშენებლო წარწერა არის.
სახელთა ღვთისაითა ერისთავთან გიორგი დაუწერე და მივეც ამის ეკლესიისა ნახევარი სავანისა სოფელსა. ანუ ამ ეკლესიის შემოსავლის ნახევარი დაუდგინა სოფელს. თანა დამიდგეს, ოდეს შენებაი დავიწყეთ. ანუ გვერდში დამიდგნა, როცა შენებლობა დავიწყეთო. მუშაობითა, ფასითა და ყოველითა ფერითა. ანუ ყველაფერში მეხმარებოდა ეს სოფელიო მარტო ჩემი კისრით და პულით არა შენდებოდა. ხა ფეოდალებში ეკლესიაც ფეოდალური ინსტიტუტია, იმასაც შემოსავალი აქვს, თავისი ყმები აქვს, რაღაცები. ისიც კი გაუყო ამ სოფელს. ანუ გვაქვს ერისთავი, რომელიც აშენებს ეკლესიას და სოფელი გვერდში პირდაპირ მომწონს ხალხური სიტყვიერება მაინც რა, გვერდში დამიდგაო. ეს არ არის მაინც ლიტერატურა, წარწერების უპირატესობა მაგაშიც არის, რომ არ არის აუცილებელი ძალიან სალიტერატურო შუა საუკუნეების ქართული წერდნენ, ხანდახან ეს სიტყვებიც არის ხოლმე უფრო ხალხური და გვერდში დამიდგნენო, ერთად ავაშენებთ, შესაბამისად ნაწილი უბოძეო. კიდე ეს რგანი არის იქა, ეგეც იმერეთში არის და სახელთა ღვთისაითა მეოხებით და წმინდისა გაბრიელისეთა სოფელმან ნავარძეთმან ააგო ტაძარი ესეც ღვთისაი. ანუ სოფელმა ავაშენეთო, ესეც მეტყვა და ძალიან კაი ეკლესია ზმინდო. არ ნიშნავს რახან სოფელი აშენებს, ესე იგი ის იყოს. აი კრიხის ეკლესიასაც ვახსენებ. სახელთა ღვთისაითა ესე სახლი დავწერეთ ჩვენ კრიხმან სოფელმან. ვინცა ნაწირავი დახუთოს, აი სან დახუთვა ნიშნავს სესხს. ანუ ვინც ეს შეწირულობა გაასესხოს ხო და რაღაცა საბერო წილი და რაღაცა არ მისცეს კრულია ღვთისა პირით ვინცა მისცესო. ანუ რაღაცა ეთყო პრაქტიკა იყო მაგისი და მთელმა ხევმა ეს ჩვენი აშენებულია რაღაცაო და მოკლედ სესხში არ გასცეთ ეს ყველაფერი. ესეც ფეოდალიზმის ასიათია. შენ ასევე აღნიშნული გაქვს რომ ალტერნატიული ისტორიის წყარო შეიძლება გახდეს წარწერაო. ეგ არის უკვე აი აქ უნდა გადავიდე იმაზე ბაღვაშებს. ბაღვაშებზე ბევრი გესაუბრიათ აქა და აღიარებულია რომ აი ბაღვაშები ძალიან დიდი ისტორია ქონდა ამ საგვარეულოს, რომელიც მიჩქარებულია ბუნებრივია, იმიტომ რომ გაიმარჯვა ბაგრატიონთა საგვარეულომ ფეოდალიზმის წესებით ისინი ესე რო ვთქვათ, წერილობითად არ შემორჩა მათი ისა ფურცელზე ნარატიული ძეგლი, ბუნებრივია ბაგრატიონთა ისტორიკოსები მათ ჩირსხს ცხებდნენ. სხვათა შორის ცოტა უკიდურესობას ვხედავ ხოლმე საზოგადოებაში, რომ აი ნაწილია ბაგრატიონებისგან და ბაღვაშები მოღალატეები იყვნენ, მეორე ნაწილი კიდე ამბობენ, რომ ბაღვაშები უკეთესი მეფეები ვერ გავიგებთ ახლა. მიუთმეტეს ფეოდალიზმი არის და ყველა თავისი მიწისთვის არის და რაღაცა და ამ შემთხვევაში ახლა ბაღვაშებზე წერილობითია ესეთი ნარატიული ძეგლები საბუთებია ძალიან ცოტა გვაქვს, მაგრამ წარწერები არის ძალიან დიდი რაოდენობის და განსაკუთრებით ქვემო ქართლში, რა თქმა უნდა, თრიალეთში, ახლა თრიალეთიც ქვემო ქართლია, მაგიტომ განმაზოგადო. თვითონ იმერეთში, აი კაცხში და საიდანაც არიან, 1-2 წარწერა არის ბაღვაშების მამული სადაც იყო. არ ვიცი მე წაშალეს, გააფუჭეს თუ რაღაც, არ ვიცი, მაგრამ თრიალეთში, ქვემო ქართლში, ჯავახეთშიც კი უამრავი წარწერა არის ბაღვაშებზე, საიდანაც უფრო ბევრ რაღაცას ვიღებთ, ვიდრე ბაგრატიონების ოფიციალური მემატიანე გვეუბნება, ხო? აი ამ ხრივ მინდა გითხრა ბოლო პერიოდის აღმოჩენა. გამიგია ხშირადაც რომ მიუხედავად ყველაფრისა ბაღვაშები არ იწევდნენ მეფობაზე, ხო? კლდეისში, ეს არის ქვემო ქართლის ეკლესია, ძალიან მნიშვნელოვანი წარწერებით, ტბელები იხსენიებიან, ბაღვაშებიც იხსენიებიან, ჯერ ტბელები ფლობდნენ, მერე ბაღვაშები და ბოლო წლებში იქ ჩატარდა რესტავრაცია. ნუ რა ხარისხის ეგ საკითხი არის, სხვა საკითხია, მაგრამ აღმოჩნდა დიდი წარწერა, რომლის ტექსტის ახლა უნდა წავიკითხო. ეს ტექსტი გამოაქვეყნა ჩვენმა ცხონებულმა მეგობარმა თაზო გოგოლაძემ. ძალიან საინტერესო მოსაზრება გამოთქვა სამწუხაროდ გარდაიცვალა თაზო. აი ტექსტი ესეთი არის. მე-11 საუკუნის წარწერა არის სახელთა ღვთისაითა და მეოხებითა წმინდისა ღვთისმშობელისაითა ამის ეკლესიისა საძირკველი დადებული იყო მას ჟამსა, ოდეს ერისთავი ლიპარიტ რანთ მეფე იყო. რანთა მეფე იყო. გასრულდა მას ჟამსა, ოდეს ერისთავ ლიპარიტი და ერისთავ ივანეს ძეო, ეს ლიპარიტი ივანეს ძე იყო, თურქნი დახოცვა სკვირეთსო. მეოხე ყავ წმინდა ეკლესიაო მზგრძელობისა მისთვის. ანუ აი ამ იდეაში ახლა ჩვენთვის ითვლება დიდ წარწერად, იმიტომ რომ მაინც პატარა წარწერასაც შეჭო. მაგრამ ნუ მაინც მოკლე ცნობებია, მაგრამ რამხელა ინფორმაცია ამოდის, რომ ვიღაცა ლიპარიტ ერისთავი ამბობს, რომ რანთა მეფე ვარ. ამბობს ასევე, რომ სკვირეთის ხევი არის აქვე, ბეთანიის ხევი რაც არის სკვირეთის ხევი.
თურქნი დახოცა მაქაო. ანუ დავიწყე მშენებლობა, როცა რანთა მეფე იყო და მე დაამთავრა, როცა სკვირეთში, ანუ სკვირეთის ბრძოლაც უცნობი არის თურქები ამას. თაზომ თამაზ გოგოლაძემ გამოაქვეყნა ესეთი მოსაზრება გამოთქვა, რომ ერთადერთი ლიპარიტ მეხუთე იწოდებაო იმათო ამირათო. ანუ დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი როცა ახსენებს ლიპარიტს და ბუნებრივად დავითის თანამედროვე არის, მას უწოდებს ამირასო. სხვა ბაღვაშები არ იწოდებიან ამირათო. და აი ამ წარწერაში ამოს რომ რანთა მეფე ვარო და მან გამოთქვა ესეთი მოსაზრება, რომ სადღაც 1075 წლიდან, როდესაც სელჩუკებმა შეავიწროეს ეს კახეთ-ჰერეთის მეფეები, მაგ დროს უკვე გაგიკიანები. ის მონაკვეთი რაღაცა, არ ვიცი, ცოტა რთულია ითქვას კონკრეტულად რომ მონაკვეთს გულისხმობს, მაგრამ რაღაცა აი ჰერეთის სამხრეთულ პროვინციებზე სულთანმა მელიქ-შაჰმაო გადასცა ამირობაო იმ ტერიტორიისა. და შემდეგ უკვე 93 წელს არის ზედაზღვარიო ანუ ამბობს რომ მართლა რაღაც ტიტული მიიღო, ეხლა როგორი იყო ეს რეალურად ეს ტიტული არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ მეფობაზე უკვე იქაჩება და უკვე ამბობს რომ მეფე ვარო რამთო. იმან დაუდასტურა და დავითის ისტორიკოსიც კი ამბობს რომ ამირა ეხლა მეფობას არ ამბობს, იმიტომ რომ დავითი ყავს მეფედ, მაგრამ ამირა არის. ასე რომ ჩვენ მივიღეთ ჯერ ყველაზე მცირე უცნობი ბრძოლის შესახებ, რომ აგერ თურქების კვირეთთან მოსულან და იქ დაუმარცხებია ლიპარიტს ეგენი. და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი რომ ბაღვაშების მეფის ტიტული რაღაც შემთხვევაში მიუღიათ. ოღონდ ამ შემთხვევაში უფრო გაგიკიანების სამფლობელო მიიტაცეს და არა ბაგრატიონი. ისე ნახე კიდე ერთ საინტერესო ისა ისტორიული დეტალი არის, რომ შეიძლება ახლა მსმენელს გაუკვირდეს, რომ თუ სულთანმა მალიქ-შაჰმა უბოძა მაგალითად იგივე მას ხო ამ ტერიტორიაზე ეს ამირობა, რასაც მე მოხსენიებული არის დავითის ისტორიკოსის მიერ, ხო? მაშინ თურქებთან ბრძოლა რატომ მოხდა და დახოც. ახლა აქ საქმე რაში არის? უნდა გავითვალისწინოთ აი დიდი თურქობის ხასიათით ამ პერიოდის საქართველოში, იმიტომ რომ თურქმანთა შემოსევები არ კონტროლდებოდა უშუალოდ სულთნის მიერ. თურქმანები მუდმივად მოძრაობდნენ, გადაადგილება ხდებოდა სელჩუკთა იმპერიის ტერიტორიაზე, შედიოდნენ, სადაც იყო გასაძარცვი, სადაც იყო ნადავლის მოპოვების საშუალება, სადაც იყო საძოვრები, აუცილებლად, გამოსაზამთრებლად და იმით რომ მიდიოდნენ ხოლმე. ასე რომ ასე თურქმანებს ებრძოდა დავითიც მათ შორის და სავარაუდოდ ებრძოდნენ ქართველ დიდებულებს, რომელთა ტერიტორიაზე ისინი მოდიოდნენ ხოლმე. სადმე ალბათ როცა შემოვიდნენ ესენი ლიპარიტმა იცოდა წინასწარ ეს ამბავი და ჩაუსაფრდა და გაანადგურა ერთ-ერთი ესეთი თურქმანული რაზმი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა. ძალიან მნიშვნელოვანი შენიშვნა არის, თქვენ შენდა ნიკაშონია მისაუბრეთ ამაზე ძალიან კარგად, რომ აი დიდი თურქობა და ეს ჩვეულებრივი თარიშები როგორი ურთიერთმემართება აქვს და ორგანიზებული თურქ-სელჩუკთა ლაშქრობა სხვა არის კიდე ეს თურქმანების შემოსევა კიდე სხვა რაღაცაა. კი და იმით უმეტეს ეგ არის, როგორც მართლა პატარა ჯგუფი იყო ესა. იმიტომ რომ სკვირეთამდე თბილისამდე არიან მოსულები, ის რომ მთელი ქვემო ქართლი გამოიერეს. ანუ ბევრი რის თქმა უნდა როგორი რესურსი აქვს ამ ერთი ბეწო წარწერას, ხო? აი ამხელა რესურსი აქვს, რომ ფაქტი არის, რომ გამოვლინდა. კიდე ერთი აი ბაღვაშებზე ისევ ალტერნატიული ისტორია ბაღვაშებზე იმიტომ შევარჩიე, რომ ბაღვაშების თვითონ სახელწოდებაზე არის დავა. რომ ისინი რეალურად ბაღვაშები იყვნენ თუ ლიპარიტისეები. ხო, ბაღვაშებზე არის ცნობა, რომ აი როდესაც თამარ სუღალატა ხო იმ კახაბერის თუ ხო ბოლო ბაღვაშმა ესე რომ თქვა რო გადაასახლეს ის ესე ამოწყდაო მათი საგურო და ბაღვაშები მარტო იქ იხსენიება. ანუ რეალურად წყაროში ბაღვაშები მართლა ერთად იხსენიება ამ ფორმით. ზოგი ფიქრობს რომ ამათი გვარი იყო ბაღვაშები, ზოგი ფიქრობს რომ ლიპარიტისეები. ქუთაისის მუზეუმში არის ესეთი ჭედური ხატი, რომელიც არის ზემო იმერეთიდან, მაგრამ რაღაცა თითქოს ილორის წმინდა გიორგი იხსენიება და ეხლა ესეთი ტექსტი აქვს ამ ხატს. ფიქრობენ, რომ მე-12-მე-13 საუკუნეებისა შეიძლება იყოს ეს ხატი. წმინდა გიორგი ილორისაო, მეუხდა მფარველ მექმენ მოსავსა და მამყოფსა ხატისა შენისა, მე ზოდელსა, ბაღვაშსა, დღეს ამას დიცსა. ეხლა ნახე, ზემო იმერეთიდან არის ჩამოტანილი ხატი. ბაღვაშებიც ზემო იმერეთიდან იყვნენ, მამული იქონა წარმოშობა. არგვეთის ძინარი იყვნენ რაღაცები, ხო? ესა კაცხის მიდამოები, ხო? სოფელი ზოდი იქვე არის, საჩხერისთან არის. და ამ წარწერაში წერია, რომ მე მოვჭედეო ზოდელმა ბაღვაშმა. ამგვარად, აი ამ წარწერის მიხედვით შეიძლება დასტური იყოს ერთადერთი, რომ ნამდვილად გვარი იყოს ბაღვაში და არა ლიპარიტი. ანუ ბევრი ამას რომ ბაღვი ვარსთა არისო,
ქვეწარმავალი კუარი ბაღა ძველ ქართულად სულხან-საბასთან მახსოვს კუ იყო ცუდი კონოტაციით უწოდა ცუდი ისა ხო რა ერთადერთ რახან არის წყაროში ესე იგი კონოტაცია ცუდი იყო საერთოდ ნიშნავდა მაგ დროს შეკიდე ხო კნინობითი სახელი და აი ამ წარწერამ ხატის წარწერამ შეიძლება პირიქით იმას გვიქნას რომ აი პირიქით შეიძლება არსებობს ესეთი გვარი მართლა ხო არის ასევე მემორიალური წარწერების ხო ეგ ალბათ ჩემი საყვარელი სახეობა შეიძლება ითქვას აი მოდი დავიწყოთ სამსარის წარწერით ზოგადად მემორიალური ხასიათი რა არის რომ აი თვითონ მთელი წარწერის შინაარსი ეძღვნება არა რაღაც სამშენებლოს ვიღაცის მოხსენებას და ასე შემდეგ არამედ რაღაცა ისტორია უნდა მოგიყვეს რაღაცა ისტორია უნდა უგტო ამის აღსანიშნავად არის გაკეთებული ეს წარწერა აი ზუსტად ხო შეიძლება იმ მომენტში არაა მოხმარება აი მასეთი მაგალითად უკვე ახსენე სამსარის წარწერა არის წყინო აი სამსარი არის ესეთ კლდოვანი კომპლექსი არის ჯავახეთში პლატო ჯავახეთის ტერიტორიაზე აი ტყერო ძალიან მცირე ან ხელოვნური არის და მთელ გაყოლებაზე კლდეზე არის გამოქვაბულები. ძალიან მაგარი გამოქვაბულები. ერთი არის ძალიან დიდი სტამბერტავი ეკლესია და ანუ არის გამოთქმული მოსაზრება რომ მთლიანად მონასტერი იყო. მე პირადად მგონი რომ სხვასაც გამოთქმული მოსაზრება სოფელი იყო თავისი ეკლესიით. იქ რამდენიმე წარწერა არის და ორი არის განსაკუთრებით ინფორმაციული, ისეთი ინფორმაცია შეიცავს. ერთი არის კონკრეტულად აი მეტი არაფერს არ იმაშვება, ეძღვნება. სახელით ეს კლდეზე იყო ამოკვეთილი, ეხა ჩამოვარდნილია და გვერდულად გდია ეს კლდე, მაგრამ საბედნიეროდ წარწერა გადარჩა. ეს არის მე-10 საუკუნის 30-იანი წლები დაახლოებით და ესეთ რაღაც წერია სახელითა ღვთისაითა და მეოხებითა წმინდისა ღვთისმშობელისათა. და მერე გიწყება ამბავი. ესე წმინდაი ეკლესიაი ოდეს აშენდა, მაშინ ესე ადგილი ტყისაგან არა ჩნდა. ანუ როცა ეს ეკლესია გამოიკვეთაო კლდეშიო ეს მთლიანი ადგილი ტყეში ისე იყო დაფარული, რომ საერთოდ არ ჩანდაო. ეხლა წავიდა ფიქრი ამაზე რა, რომ ანუ ის ეკლესია რაც დგასო, არის ამ წარწერის თანადროულიო, სავარაუდოდ მე-10 საუკუნის დასაწყისისო და თუ ეგრე არისო, რატო გვეუბნება მაგ ინფორმაციას, რომ ეხლა რო ავაშენოთ სადმე ეკლესია, თქვა ტყე არის გვერდზე, ხო? ხო არ დავაწერთ, რომ აი ეხლა რო ვაშენებთ გვერდზე ტყე დგას, ან იქ რაღაცა კორპუსი დგას, აი როგორც ჩანს იქ ეკლესია იყო გაცილებით ადრე კლდეში გამოკვეთილი, რამდენიმე საუკუნით ადრე. შემდეგ ისე გაფართოვდა ეს კლდის ეკლესია, კედლები ისე გაფართოვდა, რომ ძველი არაფერი აღარ დარჩა და სამაგიეროდ ამბავი დაგვიტოვეს, რომ მე-10 საუკუნეში, როცა ამ წარწერას წერთო, ტყე საერთოდ აღარ არისო, აი რაღაცა კლიმატური პირობები არ ვიცი, რაღაცა მაგხრივ არის ძალიან მნიშვნელოვანი. მაგრამ იყო მაშინ. მაგრამ აი მაშინ რო აშენდაო თავდაპირველად, აი მაშინო ტყით ანუ ისე იყო დაფარული რომ არ ჩანდაო. აი რამხელა ცნობა არის ეს ბოტანიკოსებისთვის და აი მთელი ამ მიმართულებისთვის ვინც იკვლევს აი პირობითად ჯავახეთის იმას ხო ფლორას. ვინც იკვლევს აი environmentalist მეცნიერება. უნიკალური წარწერა, ну სამწუხაროდ ბევრი ესეთი წარწერა არ არის და ეს გვეუბნება პირდაპირ აი მთელი დანიშნულება არის რომ აი ეს ეკლესია რო აშენდაო, მთელი გარემო ეს ტყეში იყო ჩაძირული. იქვე არის ამ სამსარის მეორე წარწერა ძალიან მნიშვნელოვანი და რატო? ნაკლული არის, მაგრამ ესე იგითხება სავარაუდოდ. მაშინ დავწერე ოდეს მეფემან კურაპალატმან, სავარაუდოდ დავით მეორე კურაპალატმან. ესე ვანი, ანუ ეკლესია დაიჭირა, ანუ იმასაკნა რა, ანუ ხო. მიხედა, მაშინ დიდისა ჭირისაგან გვიხსნა. დაიხსნა იგიცა, დაიხსენ იგიცა დღესა მას განკითხვისასა. და შენგან მთავარი ნაწილი. კულა, ანუ კვალავ მაშინ დავწერე ოდეს მცხეთისა ეკლესიაი დაწვეს და ნინოის ხელი ტყვეთ წარიტანეს. ანუ ცნობა რას გვეუბნება, რომ ამ პერიოდში მართლა მოხდა ქართლში ლაშქრობა, საჯების ის რო იყო, ტომი რო იყო, თურქმანული იყო თუ არ ვცდები, მე-10 საუკუნის დასაწყისში, ამოვიდნენ მცხეთამდე, დაწვეს ქალაქი და ნუ ეს ისტორიიდან ვიცით, მაგრამ აქ წერია, რომ დაწვესო მცხეთის ეკლესია, ანუ მცხეთის ცხოველიო და წმინდა ნინოს ხელი წაიღესო. ანუ წმინდა ნინოს ვიგებთ, რომ წმინდა ნინოს ხელი ყოფილა ამ დროს მცხეთაში სიწმინდეთ. არ ვიცით ახლა ბოდბეში იყო დაკრძალული თუ ნინოს წმინდაში, მაგრამ სიწმინდეთ ქონიათ უკვე გადასვენებული წმინდა ნინოს ხელი და ამათ გაუტაცებიათ, როგორც ჩანს გამოსასყიდი უნდა მოეთხოვათ. სხვა წერილობით წყაროებში მემატიანეში კონკრეტულად ეს სიწმინდე არ არის, მაგრამ იქ მგონი წერია, რომ რაღაცა ეპიდემია გაჩნდა მე ამათ ჯარში და ეს სიწმინდეები დააბრუნეს შიშითო რა. აი ამ წარწერამ რამხელა ინფორმაცია მოგცა, რომ მთელი სიწმინდე გითხრა, რომ წმინდა ნინოს ხელი ინახებოდა და ამ დროს გაიტაცესო. აი ზარზმის წარწერაც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ყველას ვიყვარს თორნიკე ერისთავის პოემა, ხო? აკაკი წერეთლის და მართლა ბავშვობაში რო სკოლაში რო წავიკითხე,
აი ძალიან მომეწონა და აი მაინტერესებდა და მართლა ძალიან კაი ეპიზოდია, საინტერესო ეპიზოდი არის. და ზარზმაში არის ერთი ეკლესია ეკუდერი და იქ არის დიდი წარწერა, რომლის ავტორიც არის ამ ბრძოლის მონაწილე. ანუ დავით კურაპალატი რომ მიეხმარა ბარდასკლიეროსის წინააღმდეგ აჯანყებაში, იმის მონაწილე რას წერს რომ შესავალს აღარ ვიტყვი ხოლმე ძირითადად სახელით ღვთისაითა ეს მე ივანე ძემან სულაისმან, ანუ ვიღაცა ივანე სულასემ აღვაშენე წმინდა ეს უკვე ეკუდერი, მას ჟამსო ოდერს საბერძნეთს გადგას კლიეროსი. დავით კურაპალატი ადიდენ ღმერთმან უშველა წმინდათა მეფეთა და ჩვენ ყოველნი ლაშქარს წარგვაულინა. სკლიეროსი გავაქციეთ, მას ქვეყანას რომელსაც ქვიან ხარსანანი, ადგილსა რომელსაც ქვიან სარვენისნი. მუნესვენა მისი ტახტიო. ანუ საიდანაც იყო იქ ჩვენ გვაქვს პირდაპირ ტექსტი ამ ბრძოლაში მონაწილე ვინმე ივანე სულასისგან, რომელიც აი დეტალებში აღწერს, ხო? დავით კურაპალატი მოვიდა, წარგვავლინა, ეს ფეოდალიზმზე არის, ხო? სად დავით კურაპალატი ტაოს მიერ მეფეს, ან ზარზმა. მაგრამ იმის ვასალი არის ესეც და ამან წარავლინა, ანუ სასწაულად კარგი ამბავი არის და თქვენ პოდკასტში ძალიან კარგად ისაუბროთ იმაზე 1088-99 წლის მიწისძვრაზე, ხო? როგორ აისახა ეს ამბავი მაშინდელ საზოგადოებაზე. მემატიანისგან ვისურვებთ რომ დაიწყო მიწისძვრა და ერთი წელი მიწა იძროდა და ამის მთელი საქართველო დაინგრა და ეს რა თქმა უნდა ძალიან ცუდად დაისახა გიორგი მეორეზე, იმიტომ რომ მაშინდელი პროვიდენციალური აზროვნებით ეს რაღაცის ნიშნავდა, ხო, რომ თლად კაი მეფე არ არის და უკეთესი გვინდა რაღაცა და იმ წყაროში ამბობს დავითის მემატიანე რომ ისეთი მიწისძვრა იყო რომ თმოგვი დაინგრაო იქ ქვაბულისეც ჩაიყოლაო და ესე გვაქვს წარწერები ამ მიწისძვრის შესახებ და როგორც ჩანს მართლა ერთი წელი გრძელდებოდა სხვადასხვა პერიოდულობით რა ერთი არის გარეჯის მონასტრები მოგეხსენება ერთი მონასტერი ხო არ არის გარეჯი არის 80 კილომეტრზე გადაჭიმული მთელი 20-ზე მეტი კომპლექსი ერთ-ერთი არის წამებულის მონასტერი და იქ არის ხარიტონის ეკლესია წმინდა ხარიტონის ეკლესია გივი გაფრინდაშვილი იყო ესეთი ძალიან იღბლიანი მეცნიერი და სპელეოლოგი შედიოდა გამოქვაბულებში ივანის კვებები მაგან გათხრა სადაც კი შევიდა ისეთი წარწერა იპოვა რა ვიცი აი ბედი ქონდა მაგას შეგვიძლია უთქვას ხარიტონის ეკლესიაში რო შევიდა კედელზე დახვდა ნაკაწრი წარწერა და ესეც სუფთა მემორიალური ხასიათის მაისსა გარდამავალსა ანუ მაისის მიწურულსო იძრა ქვეყანაი სამხრისა ჟამსა ანუ სამხარის დროსო დაიწყო მიწისძვრა დღესა ხუთშაბათსა ეკლესიანი დაირღვეს და ციხენი დაეცნეს და ნაშენებები და სულნი მრავალნი გარდაიცვალნეს და დიდი შიში და ზარი დაეცა ყოველსა ხორციელს. თქვენ გამოთქმული მას ეს წარწერა ადასტურებს რა რომ აი მიწისძვრა ისეთი იყო მიწისძვრა ვის უკვირდა და რაღაცა მაგრამ ეთყობა ისეთი პერიოდულობა იყო ხო ვიცით რომ თმოგვი დაინგრა. ხო. გარეჯის კი დაინგრა თურმე აქეთაც კი იყო ეგ ბიძგები და კიდე ერთი წარწერა არის ალავერდის ეკლესიაში და დავით აღმაშენებლის წარწერა არის ესეთ ლამაზად შესრულებული და ამბობს რომ გუმბათი შევაკეთებ, იმიტომ რომ მიწისძვრამ დაანგრიაო. ანუ ალავერჩიც კი იყო და იმხელან გრევა იყო. წარწერები ადასტურებს მასშტაბს. იქ მარტო თმოგს ამბობს, რა ქვია, ხო, ეს კონკრეტულად, მაგრამ აქეთ გარეჯი, იქით ალავერდი, ეგეთი ის არის. ну არის აი საბრძოლო ხასიათი. ხო, რუკნადინის დამარცხებაც არისო, ხო, და რუკნადინის დამარცხება ძალიან ცნობილი იყო ისტორია. ვამაყობთ და იმაშვებით და ორთაშუას ეკლესია ქვემო ქართლში, ესეთი ადგილი და იქ წერია რომ მეფეთ მეფობასა, ну ცოტა დაზიანებული არის, მაგრამ თამარის მეფობასა პერიოდზე არის და ოდეს ძლია მეფემან თამან რუკნადინს და გააქცია უძლეველი ადიდენ ღმერთთან მეფეთა მეფე და შეუნდვეთ. ანუ ესეც თან სამშენებლო არის, თან მემორიალური ხასიათის არის და რაც თავარი ეს რუკნადინის დამარცხება ისეთი მნიშვნელობის იყო ბასიან და აქ ქვემო ქართლშიც აისახა. ასე რომ ეს წარწერა ძალიან მიყვარს ისა. ხო, არ გვეგონოს რომ მაინამაინც იმ პერიოდის არის ესეთი წარწერები რა, აი ცოტა განვითარებული და ადრეული შუა საუკუნეების გვიანდელ პერიოდში არის განსაკუთრებული ძვირფასი ეგეთი წარწერები, მაგალითად ლევან დადიანი, ყველა ვიცით რა, ოდიშის დიდი მთავარი. საბედნიეროდ მას ჰქონდა ესეთი სტილი. მის საგმირო თავისთვის საგმირო საქმეებს იმას ძალიან ვრცლად აღწერდა ხატების წარწერებში, ბარძიმების წარწერებში ასე შემდეგ და მთელი ციკლისავით არის და ის აქედან ჩანს ამ წარწერებიდან რომ მას მიაჩნდა გიორგი მეფე რო დაამარცხა ის იმერთა მეფე თეიმურასთან ერთად გახდა მეფესთან რაღაცა ეს ზენიტისავით გონია მისი მოღვაწეობის და ვიცით ეს ისტორიიდან კარგად მაგრამ აი წარწერა რას გვეუბნება ხო აი ხონის ხატ შესწირა ესეთი რაღაც არგი ნივთი რომელზეც იყო
და ჩვენ ხელმწიფემან დიდმან ლევან მას ჟამს ოდეს შევებენით ბაღდადს მეფესა გიორგის და კახთ ბატონსა თეიმურაზსა გაგვემარჯვა ძლიერებითა შეინთა თავად მეფე ხელთ დაგვრჩა და სრულობით იმერელნი და კახნი და დარბაისელნი ზოგნი ხელთ დაგვრჩა ზოგნი გარდაიხვეწნეს კახი მეფე თეიმურაზ და მეფე შვილები ალექსანდრე და მამუკა ამავე ჟამსა აუყარეთ ქალაქი ანუ ისინი გადაიხვეწნენ გამასწრესო რა აუყარეთ ქალაქი ჩხარისა და ჩავასხით ზუგდიდს ანუ წავიყვანეთ ზუგდიდში ავაშენეთ და გავაწყევით ქალაქი რუხისა შემოგვიწირავთ და მე არის რომ აი იმად შენ დამეხმარეო ხონისმნა გიორგი ამასშიო და ეხა მადლიერებით რაღაცებს გწირავსო აქ რა არის მნიშვნელოვანი აი ეს მართლა ძალიან ცნობილი მოვლენები ცნობილია როგორც კაკას ხიდის ბრძოლა კაკას ხიდი არის სულ სხვა ადგილას ეხა რა ხდებოდა ლევან დადიანმა გადაწყვიტა პოლიტიკური კავშირი შეეკრა როსტომთან ქართლის გამგებელთან თუ მეფესთან და ქალიშვილი უნდა მეეთხოვებინა როსტომისთვის ხო როსტომი დაიძრა მისკენ ლევან დადიანი დაისვდრა მისკენ შესახვედრად იმერეთში მაგათი მოწინააღმდეგე იმერეთის მეფე გიორგი და თეიმურაზი ქართლიდან დევნილი არის და გზა გადაუჭრეს ცალკე როსტომს არ გადმოუშვეს ლიხის ქედზე და ცალკე ბაღდადთან იქ ხეობა გადადიოდა და იქ ჩადგნენ იმერეთის ჯარი როსტომმა რა ქნა წავიდა ოძრხეში სამცხეში ეტყობა იქ იმას ახალციხის ფაშასთან შეთანხმდა ეგეც როგორ მნიშვნელოვანი წავიდა ოძრხეში დადგა და აპირებდა დღეს რო ის არის უღელტეხილი ზეკარის უღელტეხილი იქით გადასვლას და ის ხეობა ზუსტად ბაღდადთან გადის დღევანდელ მაშინდელ ბაღდადთანაც რა ანუ სამხედრო ისტორიკოსის განსაკუთრებით საინტერესო არის ყველაფერი რა იქ მოხდა ბრძოლა დადიანმა მოიგო წავიდა და კაკას ხიდთან მოხდა მათი შეხვედრა ამ დიდ ხეობაში და არა შესულია ისტორიაში კაკას ხიდის ბრძოლა დახედავ კაკასის ხეობა არის ხა ხიდი ან ბაღდადთან მოხდა ბრძოლა და კაკას ხიდთან შეხვდა ერთმანეთს როსტომი და ეს ხო უცხოურ მატიანებთან არც არის ახლა წერილი ჩვენთან და ხატის წარწერები ამას მეტყველებს და კიდევ კაი ამან ლევან დადიანმა გაზარდა კიდე მერაბ წულუკიძე რაჭველი ცნობილისა და იმან გადაიღო ეს სტილი და თავის გამარჯვებასაც ესე ასახავდა ხოლმე რა მოდი ეხლა ცოტა წავიდეთ იმისკენ აი განჯისკარის წარწერაც ხო განჯისკარი რა ვიცით რომ განჯისკარიდან არის დღეს ის წარწერიანი მონაკვეთი ქუთაისის მუზეუმში არის გადატანილი და აქედან ვიცით ეგ წერია რომ რაღაცა მეფემან დიმიტრი რანი დაარღვია და ესე კარი მუნით მოიტანა წელს მეფობისა მისისასა იგ და ხოლო დასაბამიდან ასე შემდეგ ანუ ის რომ ეს კარი ნამდვილად განჯის არის აი ეს წარწერა გვეუბნება რომელიც ახლა ქუთაისის მუზეუმში არის დაცული ზარბაზნის წარწერა გინდა წავიკითხოთ. ასევე იცი რა საინტერესო იქნება თუ ახსენებ აი მისტერიებს წარწერებში მოხსენიებულს, ხო? ხო, მისტერიებს მაინც ვერ გავიქეცეთ მოკლედ ქართულ წარწერებზე და ხო, აბა რა მაგის გარეშე? მისტერია მაინც ჩვენი გაგებით არის მისტერია რა. არის ესეთი წარწერებიც, რომელიც ისე გვიყვება რაღაც მოვლენაზე გეგონება რიგითი მოვლენაა და ჩვენ უნდა ვიცოდეთ ამის შესახებ რა. ერთ-ერთი ჩემი ასეთი საყვარელი წარწერა არის წუღრუღაშენის ეკლესიის წარწერა. სათავშორის ბოლო პერიოდში ამჩნი ისეთი ისტორია ვრცელდება წუღრუღაშენზე, რომ აშენებული არის გიორგი ლაშას მიერ და რატო, რომ ის ხალი რომ ველისციხელი ხალი რომ უყვარდა, მერე ძალით დააშორეს, მერე ის დარდილ გარდაიცვალაო. გიორგი ლაშამ მოიტაცაო მისი ცხედარიო და წუღრუღაშენთან პატარა ეკლესიაში დაფლაო. და მერეო ეს დიდი ეკლესია მას აუშენა, მას მიუძღვნა. ძალიან ლამაზი რომანტიული ისა, რომელიც ინტერნეტში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, მაგრამ რეალობაც უნდა ვიცოდეთ. ეს ეკლესია აშენებული არის გიორგი მესამის პერიოდში, თამარის დედის პერიოდში და არა ლაშა გიორგის პერიოდში და აშენებულა ვიღაცა ჰასან არსენიძის მიერ, აქაც საინტერესო არაბული სახელი, ხო, ესეთი აღმოსავლეთ სახელი. ჰასან არსენიძის მიერ. მაგრამ რატო აშენებს? ამბობს რომ ძლიერებითა წმინდისა გიორგის ხუთშაბათის ჯვრისაითაო. მეფობასა შინა გიორგი მეფეთა მეფისაო. დავიწყე შენებაი ტაძრისა გუნბადს, ესეც მნიშვნელოვანი გუნბადი არის იმქავრობის ძველი სახელი. ჩვენ წუღრუღაშენი ვიცით, მაგრამ ტოპონიმია დაფიქსირებული გუნბადი. მამულსა ჩემსა უწყებითა და გამოცხადებითა თავარმოწამისა ან ხუთშაბათის წმინდა გიორგის ჯვრის გამოცხადებით. მეტი სამწუხაროდ მეტი არ წერე. არა და როგორი საინტერესო რაღაცა არის, ხომ ხა სახელობითი ჯვრებია წმინდა გიორგის ჯვარი, იოანე ნათლისმცემლის ჯვარი და ძალიან ხშირი იყო საქართველოში. ამაში უცნობი არაფერი არა, მაგრამ ხუთშაბათის წმინდა გიორგის ჯვარი რას ნიშნავს, ხო?
თან ამბობს რომ ზებუნებრივი რაღაც მოხდაო, ხო, გამომეცხადაო და მისი ბრძანებით დაიწყე ამ ეკლესიაში თან ესეთი ჩვეულებრივი ეკლესია მაინც იყოს რაღაცა ბრწყინვალე ულამაზესი ეკლესია, ხო? ხო და ეს არის ერთ-ერთი მისტერია, რომ ისე გვეუბნება რომ ხუთშაბათის წმინდა გიორგი ჯვარი გამომეცხადაო, ეგონი უნდა ვიცოდეთ ეს ხუთშაბათი. არა და იყო რაღაცა დიდი სიწმინდე, აი რაღაცა ესეთი დიდი სიწმინდე ამ არეალში ყოველ შემთხვევაში რომ ეკლესია იქ აშენებული ეს არ იყო, გამოესხადა და მე ააშენ. ჩვენ არ ვიცით გესვენა ეს მე ეს ჯვარი თუ რაღაცა, მაგრამ ფაქტია რომ ისეთ რაღაცა საიდუმლოებასთან გვაქვს საქმე, რომელიც ამოხსნილი არ არის. აი კიდე არის ერთი ძალიან მაგარი წარწერა, თრიალეთში არის ესეთი ადგილი ქვემო ჯინისი. და ძალიან საინტერესო წარწერა პიროვნებებითაც, მაგრამ უფრო რატო. გადავახტები კიდე შესავალს. მე ხვაშაკსა ერისთავის სახურთუხუცესისა აფრიდონისა ცოლსა, ეს ცნობილი აფრიდონი შეიძლება იყოს, თამარის თანამედროვე. ოსიუყმისა ასულსა, ესეც ცნობილი ისტორიული მოღვაწე არის. ახშენებაა წმინდა სამის ეკლესიისაი ვარძიისა ღვთისმშობელისა სამსახუროდ. ანუ ვარძიის ღვთისმშობლის პატარა ფილიალი ეკლესია აშენა თრიალეთში ამან. და რას ამბობს? 10 წლის სამკვდარი გამოცოცხლაო ვარძიის ღვთისმშობელმაო. და აი ამის სანაცვლოდო ეს მცირე სახურებაო მიძღვნიო. საქმე რაშია? ჯინისში ეკლესიას აშენებს ვინმე ხვაშაკი, რომელიც არის აფრიდონის ასული, უბრალოდ მეუღლე არის ოსიყვმის ასული, ძალიან ცნობილი თამარის დროინდელი მოღვაწეები არიან და ღვთისმშობლის ვარძის ღვთისმშობელს მიუძღვნა ეს ეკლესია, რადგან 10 წლის მკვდარი გამოცოცხლა. აი როგორ უნდა გაიგო ესა, ხომ ეხა ადამიანი კომაში რო ყოფილიყო ჯერ შუა საუკუნეებში, კომის მდგომარეობა 10 წელი მით უმეტეს როგორ გაძლევდა ძალიან საეჭვო არის. სულ რომ გაეძლო როგორც ვიცი ეს ვადა 10 წლის მერე თუ გაიღვიძა ადამიანმა ვერანაირად ვეღარ ხდება ისა კონტაქტური და ადეკვატური და რაღაცა და ფაქტია ხალი წერს რომ მთელი ეს მაგარი ეკლესია იმიტომ ავაშენეო რომ 10 წლის მკვდარი გამოცოცხლაო. ეხლა შეიძლება ფსიქოლოგიურად მიუდგერო რაღაცა დეპრესია ქონდა, რაღაცა გადაიტანა, შეიძლება მართლა რაღაც ისე დაავადება ქონდა რომ ლოგინიდან ვერ დგებოდა, ფაქტია რომ მისტერია არის ხო დარჩენილი ამაში. და ბოლოს აი მისტერიების ამბავში ლიხნის წარწერა, ლიხნი არის აფხაზეთში, გუდაუთასთან, ესეთი მაგარი ეკლესია იყო, ძალიან კარგი ქართული წარწერებით, როგორც ვიცი, უმრავლესობა დაკარგულია დღეს და იქ არის ერთადერთი წარწერა, რომელშიც დაფიქსირებულია ჰალეის კომეტა, ну, ზოგადად კომეტა საქართველოში და გაიგივებულია ჰალეის კომეტასთან. და ეხლა რა ხდება? კურთხეულ ხარ ღმერთო ყოველსა შინა, ესე იქნა დასამამიდან წელთა და წერი 1065-66 წლებზე მოდის ეს თარიღი რა. მეფობასა ბაგრატ გიორგის ზისასა. აპრილსა თვესა ვარსკვლავი გამოჩნდა. ანუ აპრილში გამოჩნდაო, რომელ მისსა წიაღსა აღმოილიდის, ანუ რაღაცა ესე საკუთარი წიაღიდან გამოვიდა. და წინა მისა ვითარცა შარავანდი დიდი მოკიდებით მასვე აღწერს იმას კომეტის იმას ხო კუდი როგორ შარავანდი რაღაცა ესე იქნა ბზობიდან ახსებამდე ან ახსება აღდგომა არის და ანუ ბზობა 3-4 დღის ამბავი არის ხო ეგ ანუ დაფიქსირებული არის კომეტის გამოჩენა მე რო გადათვალეს აღმოჩნდა რომ ჰალეის კომეტა არის რომელიც პერიოდულად ჩდება ხოლმე საქართველოს ცაზეც და კომეტის გამოჩენა დაფიქსირებული. ესე როგორ მნიშვნელოვანია და ეხლა კიდე დაუკვირდი. 1065 წელია. ამ დროს შემოიჭრა ალფარსლანი საქართველოში, ძალიან დიდი უბედურება და აი მაგათვისაც შეიძლება როგორი ნიშანი ყოფილიყო, ხო? აქ წერია რომ გაზაფხულზე მოხდა ეს ალფარსლანის შემოსვლა რაღაც მაგ პერიოდში. მე 78 წელს კიდე შემოვიდა. მე კიდე შემოვიდა, მაგრამ პირველი შემოსვლა ძალიან რთული. მაგ დროს იყო და აი როგორი ნიშანი იქნებოდა ეს ხალხისთვის, რომ აი კომეტა გამოჩნდა და საშინელი ბრძნვარება დაიწყო მერე მტერმა. ასევე საინტერესოა, რომ ყველაზე ძველი ვეფხისტყაოსნის ტექსტი ასევე წარწერაში არის, ხო, მოხსენიებული. კი. ვეფხისტყაო აი როგორც წინა პოდკასტში აღვნიშნე სამწუხაროდ დედნები ავტორების არ გვაქვს ავიც და მინიმალურ შემთხვევებშია თუ არ ვცდები და მით უმეტეს ძველი ავტორების და ვეფხისტყაოსანიც აი რუსთველის დაწერილი ვეფხისტყაოსანი ორიგინალი თუ მასთან ახლო პერიოდულად ყოფი არ გვაქვს. ყველაზე ძველი ხელნაწერი წიგნი აი სრული ვეფხისტყაოსანი რაც გვაქვს არის მე-17 საუკუნის მამუკა თავაქარაშვილის ვათაშვილის ვახსენის ილუსტრაციებიც რო არის. ბაღდადის ბრძოლაში ეგ ჩავარდა ტყვეთი დადიანთან, მე ტყვეობაში დაწერა ესა და ყველაზე ძველი სრული არის ეგ
ხელნაწერი წიგნი. არის 3 ფურცელი, რომელზეც ფიქრობენ, რომ მე-15, მე-16 საუკუნის, ანუ 3 ფურცელი არის. და არის ვანის ქვაბების წარწერები, რომელიც სადღაც მე-14, მე-15 საუკუნეებით თარიღდება, კედელზე შესრულებული უამრავი წარწერა, სადაც ვინმე ან არჩეულიშვილი, რომელიც ძალიან საინტერესო ფსიქოლოგისტვის რო წაიკითხოს ეს წარწერა, აი როგორი დეპრესია რა ფორმა აქვს, ეგეც კარგად აღიქვას რა. ნუ მე ბერი მომულია კუდები, რომ იქ დედათა მონასტერში სპეციალურად მიყავდა ძალით, ხდებოდა აკვეცა უფრო შეხიზნულებს გვანან ესენი. და იქ არის ციტატა ვეფხისტყაოსნიდან, ციხეზუზიეზო მაღალსა თვალნი ძლივ შემომცდება, გზას გვირაბითა შემოვლენ, მცველნი მასზე დადგებიან და ასე შემდეგ. ანუ წერილი რომ არის იმისი თინა რა ქვია ნესტანჯარ დარეჯანის მოწერილი იქიდან არის ციტატა ამოღებული და ეს ითვლება ყველაზე ძველ ციტატად ესე რომ ვთქვა ტექსტად ვეფხისტყაოსნიდან რაც ჩვენამდე შემორჩა. ანუ სადღაც მე-14, მე-15 საუკუნეებით. ანუ წარწერამ შემოგვინახა რა ის რაც ხელნაწერმა ვერ შემოგვინახა ამ შემთხვევაში. ხო, ასევე აღნიშნე შენ რომ წარწერებში ზოგჯერ რაღაცა სამართალთან დაკავშირებული ისინიც არის ხომ იურიდიული შინაარსიც აქვს რაღაც ამ თვალსაზრისით ან აი მაგალითად ეკლესია როგორ მოქმედებს თუნდაც და რა მათი ის როგორ არის ასახული დამოკიდებულება მაგალითად საზოგადოებისა თუნდაც და ურთიერთობა იგივე საეკლესიო პირებთან, ხო? ხო, ანუ იქ იურიდიული საბუთები წარწერად გაკეთებული ყოველთვის უფრო ამართლებდა ვიდრე ეტრატზე დაწერილი, იმიტომ რომ ის უფრო მალე დადგურდებოდა, იწვოდა, ან იკარგებოდა და იურიდიული ესეთ საბუთები, რომელიც წარწერაში აისახებოდა, იყო ძალიან ისეთი მდგრადი და დღემდე შემორჩა. მაგალითად ხა ბევრი არის ეს ძალიან. ერთი მაგალითად რომ ვიყო, ეს სამწევრისის წარწერა. კონსტანტინე ესეც არის ისა მე-10 საუკუნე არის, აქაც აფხაზთა მეფე კონსტანტინე გულისხმობა. კონსტანტინეს მეფობის მე-20 წელსო ესე რუვი, ანუ ਰੂ არხი მე დომნინოს სამწევრის ჯვარის მამასახლისმან, ანუ წინამძღვარმან და გიორგი თვალავის ზემან გავიყვანეთო, მოვიღეთ რუი ესეო. და არავინ არ სხვაი მომხმარე და უფალო რუვისა ამის გარნა პატიოსანი ჯვარი და გიორგი და ესეთ ტექსტი არის. ანუ აქ არის საუბარი რუს გაყვანას. ესეც იურიდიული აქტის გაფორმებაა. ხო, არხი გაყავს. არხი გაყავდა, ეხლა წინა პოდკასტში წინა რა როუსმინო იულონ გაგოშიძის პოდკასტს ეს აქემენიდურ რუებს და იმას ცოტა უკვე ეჭვი მაქვს, რომ აქაც რაღაც აქემენიდური ხო არ არის დაფიქსირებული შუა საუკუნეების წარწერაში, იმიტომ რომ იქ ურბნისთან ახლოს არის სამწარისი, ურბნისის ਰੂ, თვითონ რუისიც ხო რუდან არის წარმომდგარი. ასე რომ აი ესეთი წარწერები რუსთავიც თავისთავად ეგ არის. აი ყველაზე ძალიან მომწონს ანისის და დმანისის იურიდიული საბუთები. ძალიან კარგად ასახავენ რაღაცებს, რაც დღესაც მოქმედებს რა. ანისში არის 1218 წლის წარწერა და დმანისშიც არის დაახლოებით მაგ პერიოდის წარწერა და ეპიფანე კათოლიკოსი ანისის ეკლესიაზე უზარმაზარ ქართულ წარწერას წერს და ეს არის აქტი, იურიდიული აქტი, რომ ესეთ რაღაცას აღნიშნავს ყოველად უწესო არს აღებაი ღვთლებისგანო ქორწინების დროსო გვირგეთა კუთხევისათვისო 100 დრამისაი, ანუ როგორც სტავკა იყო ესე რომ ვთქვათ ჟარგონზე დაწესებული, რომ ვისაც ცოლის მოყვანა უნდა და 100 დრამა უნდა გადაეხადა. და ეს არ არისო წესიო, არ შეიძლებაო არანაირათო, ასე რომ ისაო რაღაც ფასი განუსაზღვრა თბილური 100 თბილური იყოსო რა ფული. ანუ ფასი დატოვა, მაგრამ ისეთი დრამა ძალიან ძვირი იყო და ეს დააწესა. ხა უზარმაზარი წარწერა რო გააკეთა ამაზე ჩანს როგორი პრობლემა იყო ესა, ხო? ხა ანისი რამ ხელაქალაქი იყო მოგეხსენება, ჯვრისწერა ყველას უნდა და ვიდიოდნენ და 100 დრამა თუ არ ქონდა, მე რეგეთყოდნენ, რომ აი ცოდვაში ცხოვრობ და შეიძლება რაღაც პრობლემები ქონოდა, ხო? მსგავსივე არის დმანისში, დმანისის ეკლესიის კარიბჭეზე და იქ წერია ოღონდ სხვანაირად რა, უფრო ის არის რომ როდესაც ვნახეო აქ რომ დამადგინესო წინამძღვრად თუ ეპისკოპოსად ეგ ცოტა გაურკვეველი არის. ნახეო რომ თუ ოქროს არ მოიტანდრენო და ვინმე ისაო პატრონიანი არ ყავდათო, ჯვარს არ წერდნენო აქაური ღვთლებიო და ამიტომ ეს წესი მოუშალეო და ყოველ შემთხვევაში სანამ მე ვიქნები აქაო, ესეთი წესი არ იქნებაო და ეს დატოვა კედელზე, იმ კარიბჭის კედელზე, რომ აი დღესაც კი გადარჩა ეს იურიდიული საბუთი. აი ესეთი საინტერესო წარწერებიც გვაქვს. ასევე ძალიან საინტერესოა ის, რომ ჩვენ ფაქტობრივად ალბათ უმეტესობას ჩვენ მსმენელისა და მაგალითად არც მე არ დავკვირვებია და არ მაქვს ნახი, რომ ტაძარში ყოფილიყო არაბული ციფრები გამოყენებული. მაგრამ გვაქვს ხო ესეთი შემთხვევა? კი, ცნობილი არის, რომ ბაგრატის ტაძარში არის საამშენებლო თარიღი
გამოყვან ქრონიკონი 223 გამოყვანილი არის არაბული ციფრებით და ითვლებოდა რომ ეს იყო ერთადერთი შემთხვევა როგორც ვიცი იმის გათხრებისას სამთავისის გათხრებისასაც ამოვიდა ესეთი წარწერა სადაც არაბული ციფრებია გამოყენებული და როგორი მნიშვნელოვანია რომ ისე კი არ იყო გამოყენებაში რომ აი მთავარი ქართული დამწერლობა ეგრე იყო რეალურად ქართული დამწერლობა დარჩა საბოლოო ჯამში ეს ციფრების აღნიშნულად მაგრამ არაბულსაც იყენებდნენ ბაგრატის ტაძრის თარიღიც კი არაბულ ციფრებად არის გამოყვანილი და სამთავისიც არის ასე რომ არაბული ციფრებიც იყო გამოყენებული და აი ერთს დავამატებ იურიდიულზე ამას აუცილებლად აღნიშნავ საინტერესო არის რომ როგორი პრობლემა არის ფრესკებიან ეკლესიაში კვამლი ხომ ეს იცოდნენ და აი 1141 წლის წარწერა არის მაცხვარიშის ეკლესიაში და წერს ვინც ამას ეკლესიასა შიგან მამასახლისი ანუ წინამძღვარი იყოს კვამლისაგან შეიკრძალეთ ხატული რომე ფერი არა დააკლოს ანუ პირდაპირ განჩენებაა წარწერის სახით რომ თან ისეთ კაი დიდი წარწერა არის რომ ანუ თხილად იყავითო სანთლებიო კანტელი რაღაცა რომ აი ეს მშვენი ფრესკები არ დაიკარგოს ეს არის მე-12 საუკუნის შუა პერიოდი ხო აი ხვდები რამხელა მნიშვნელობის წარწერები არის ხო ასევე შენ აღნიშნული გაქვს რომ არის წარწერები რომელიც აი ყოველთვის თითქოს ქვეყნის მდგომარეობას ასახავსო რა აი რა მდგომარეობაში იყო ქვეყანაო ხო და აი რას გულისხმობ ამაში მაშინ გულისხმობ გამოქვაბულების წარწერებს უპირველეს ყოვლისა ზოგადად აი ვახსენე რომ აინდანის ეკლესიებზე არ არის წარწერები, არის გამოქვაბულებშიც გვხვდება ციხეებზეც და აი ციხის წარწერები მაგალითად არის ხოლმე ზირთადად აი დემეტრე პირველის დროს არის ორი წარწერა, კიდე რამდენიმე წარწერა მე-14 საუკუნეში, რომ მთელი პროგრამა ჩანს ხოლმე მეფეების, ციხეების მშენებლობის და იქ ჩანს თარიღები, არის პირობითად აი ციხის მშენებლობას რა თარიღი სჭირდებოდა, ხომ? იქ ჩანს რომ რაღაცა მშვიდობიანობა დასადგურა და უცებ აშენებენ რამდენიმე თვეში რაღაც ციხეს. და შეხედავ ციხეს, მიხვდები რა ფენა არის აქ დამატებული რაღაცა და ზუსტად ხვდები არქიტექტურაში რა პერიოდი გჭირდებოდა პირობითად ციხის მშენებლობისთვის რაღაც. და გამოქვაბულების წარწერებსაც შეეხება, აი, როდესაც საქართველოში რაღაცა ისეთი უბედურება ხდებოდა, რომ გამოქვაბულში აფარებდა ხალხი თავს. აი, იქ ხდებოდა თებში გაიხიზნაო რო წერია ხო? თებში ხო, მაგრამ ხშირად ეგ არ იყო საშველი და იყო გამოქვაბული ბევრი სახიზრება, ლეონტი მროველი ვახსენეთ მაგალითად და ქარელის რაიონში არის ტრეხვის გამოქვაბულების კომპლექსი. შიგნით აღმოჩნდა ისევ გივი ქვაფრინდაშვილმა იპოვა ჯვრიანი ქვა, ესეთი სტელასავით პატარა, რომელშიც ლეონტი მროველი ამბობს, თვითონ ის ლეონტი მროველი გაიგივებულია ამ ისტორიკოსთან 1066 წელს, როდესაც ალფარსლანი შემოგვესიაო და ყველაფერი ამოწყვიტა და რაღაცაო, ეს სახიზარი გავაკეთეთო რუისის მრევლისთვის, ანუ თვითონ მროველი იგივე რუისელი ეპისკოპოსი იყო და თავის სამწყოსთვის გააკეთა ესა და არის კიდე ძალიან მნიშვნელოვანი გამოქვაბულის წარწერა, ისა აიც გავიხსენო. მირაშხნის წარწერა. ეს არის ვარძიასთან არის გამოქვაბული და იქ აღმოჩნდა წარწერა, სადაც ამბობს ერთ-ერთი ბერი რომ აი ალფარსლანი რო შემოგვესიაო, მირაშხანი ამოწყვიტაო, მერე ახალ ქალაქს იცავდაო, მესხი აზნაურებიო და მეფესო ფარსმანი, ვიცით მე რომელი ფარსმანი არის, ის პირველად ანუ ის იყო თავიო, ამ თავდაცვისო ეს სამხედრო ისტორიაზეც არის. და იქაც ამოწყდნენო და აი ეგეთ საინტერესო რაღაც არის და თვითონ დამწერლობაშიც, აი პალეოგრაფიაშიც როგორი განვითარება ლამაზდება თუ რაღაცა, ასახულია ქვეყნის მდგომარეობა. პირობითად აი მე-11 საუკუნეში არის ლამაზი, მაგრამ ესეთი კაცრი, სწორი ასოები. დავითის დროს, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ისე ცოტა მახინჯდება ქართული დამწერლობა, რაღაცა თითქოს აი არ სწალიათ იმისთვის, რომ ეხა დამწერლობა ლამაზი იყო რაღაცა და ეგრეც ხო იყო რეალურად მთელი ომები და მშენებლობა რაღაცა და ეკლესიებსაც ეგეთყობა სხვათა დავითის დროინდელი ეკლესიები უმრავლესობა არის აი დროზე უცბოძო და აშენებული. წარწერებიც ეგრე არის და აი თამარის დროს და მოგვიანებით არის აი ისეთი მოდუნებული ადამიანის წარწერა მე უფრო დახვეწილი და რაღაც ესენი და დაკვირვები აღარ არის, საუბარ ფუფუნება ჩანს. მონღოლები რო შემოდიან, რა თქმა უნდა, ირევა ყველაფერი და ნუ მე აი ეგ არის სარკე რა მოკლდეს. შენ ასევე აღნიშნე, რომ არის ხომ ზოგჯერ რაღაც ეს ცოტა ესეთი კომიკური წარწერებიცო, რომელიც აი მინაწერები არის ზოგისად არის გაკეთებული, ზოგისად არის გაკეთებული, მაგრამ აი ეს ყველა შეაგროვო თითქოს აი თითქოს ყოველდღიურობის ისტორიასთან ახლოს არის ადამიანებს. ანუ უფრო ემოციურ წარწერებს ვეძახი. ხო, იცი რატო შუა საუკუნეების ისტორია დაცრილია ხოლმე ხშირად ზოგჯერ ამისგან, ხო, იმიტომ რომ ძალიან სამეფო მატიანეები, აი ეს არის რაღაცა ოფიციალური სახე აქვს და აი ეს არის გადახვევა აქედან. ხო, აი გვავიწყდება ხშირად რომ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ თავისი სუსტე სიძლიერეებით და
ყველაზე კარგად ეს ნაკაც წარწერებში აისახა, სადაც ადამიანი თავისუფალია დაწეროს, რაც შეუძლია თავისი სევდა გაგვიზიაროს, თავისი რაღაცა და ძირითადად სევდა არის ხოლმე ხანდახან ჩვენ უბრალოდ გვეცინება ამაზე, რომ ახლა ადიშის ეკლესია არის სვანეთში, მე-11 საუკუნის წარწერა არის, ქრისტე შეიწყალეს სინელი, ესეთი სახელია და იოანეს თავის პოვასა წინა დღესა, ანუ ეს თებერვლის რომ იოანეს ნათლისმცემლის თავის პოვნის დღესასწაულის წინა დღესო თოლმან სახლი დაარღვია და ძელნი დალეცა. ანუ საკუთარ გასაჭირს გვიყვება, რომ ჩემი სახლი თოლმაო დაანგრიაო და ძელები დალეცა, ანუ კაპიტალურად დაანგრიაო. არის ისევ სვანეთს შევეხები, ესეთი წარწერა ქრისტე შემიწყალე ქარჩინი და შემაცვენეცა. ანუ თან შემიწყალეო თან შემაჩვენეო. ეხლა ფსიქოლოგი ისჭირდება ამის გასაგებად, ხო? რაღაცა არც იქინემი მიღონ არც აკანეო და შეიძლება რაღაცა ჩაიდინა ისეთი მაგალითად. და თან ნანობდა ამას და ნუ მოკლედ აი რაღაც ამის ისაა. ხო, აი როგორი ემოცია იგრძნობა ამაში. აი კიდე არის აუცილებლად ისეთ სვანეთზე მოვიდან წვირმის ეს არის წარწერა, ეს უფრო მე-16-მე-17 საუკუნეები არის, რომელმან ხუცესმან სულისა ჩემისა დაწერილი არა იკითხოს, ანუ ეს მოსახსენებელი ღმერთმან პური არ აჭამოს. ანუ პირდაპირ წევლა შეუთვალა. კი მოდეთ სვანეთზე არ ჩავიციკლე, უბრალოდ კარგად არის შესწავლილი იქაური ნაკაცი წარწერები და ადიშის კიდე ერთ ნაკაც წარწერაში მე-11 საუკუნეში წერია ერთი თირკმელი შემიჭამია. არ ვიცი, ვერ გეტყვი ვერაფერს, რისი თირკმელი იყო, რატო შეჭამა და წარწერა რატო გააკეთა, ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ხო? კაი, შეჭამე გიყვარს გასაგებია, მაგრამ წარწერა რატო გააკეთა? ჩვენ ახლა გვეცინება და აი ორი წარწერასაც წავიკითხავ, ჩემთვის სასაცილოც არის, საინტერესოც. უდაბნოს მონასტერში, გარეჯის უდაბნოს მონასტერში არის დიდი წარწერა, მნიშვნელოვანი ნაკაცრი, ალექსანდრე კახთა მეფის, აი ცნობილი მე-16 საუკუნის ის რო იყო, მელას ეძახდნენ, ხო? მგონი აღმოსავლეთ წყაროები. მოკლედ, ღმერთო და წმინდაო დავით გარეჯისაო, მეფეთა მეფისა ლეონის ძესა ალექსანდრესა მიშველე და შემეწიე ორთავა შინა ცხოვრებათა. ესე მაშინ დავწერე, რომე პატრონი დედოფალი დედამისი ამბობს, აქა მობრძანდა. ჩემს მეტი შვილი არავინ იახლა და მეო ვინადირეო და წვეთ, ანუ ძალიანაც კარგად ვინადირეო და აწევ ვინცამ შვილდისრის მოყვარულმა წაიკითხოთო და შენდობა მიბრძანეთო. ანუ ამ დროს თოფი შემომითონდეს მეფეს ახლა თოფი ეკნებოდა რაღაცა, მაგრამ ცნობა არის მშვენიერი, რომ აქ მოვედიო დედაჩემმა ილოცაო, მე მარტო ვიყავი და ვინადირეო, კარგად ვინადირეო და ვინც შვილდის არის ეთყობა უპირატესობა შვილდისას ანიჭებდა. როგორი სახასიათოა, ხო, რა, აი ისა ალექსანდრე მეფეზე, რომელიც ალბათ ჯერ კიდე ახალგაზრდა იყო, შვილდის არის ერჩივნა ნადირობისას და აი ნადირობა ესე უყვარდა. ისედაც რა არის, იცი, მაგ პერიოდის თოფი ძალიან არაზუსტი იყო ხოლმე და ზოგჯერ შვილდის არის, რომელიც უკვე ნაცადი ჰქონდათ, იმას უფრო იყენებდა ხოლმე, ხო? ეგაა საინტერესო მაგხრივაც, რომ ეს ამს, რომ ვისაც გირჩევნია თუ ის კი არა რომ რაღაც, ვისაც მოყვარული ხართ შვილდისრისო, ეს მომიხსენეთო და იქვე გარეჯში არის ძალიან მიყვარს ეს წარწერა, ეს ნაკაცრი, როგორც ჩანს იქ ნადირობა, ანუ ესეთი იყო, კარგი ადგილებია, როგორც ჩანს სანადირო და ერთ-ერთი წერს, ვინმე ფოცხვერა, სახელიც როგორი ეს მონადირული იყო. წმინდაო დავით გარეჯისაო, შეიწყალე ფრიად ცოდვილი ფოცხვერა და მომაკვლევინე რამეო. ანუ ეთქობა ცოტა ხელი მოეცარა რა რამე მომაკვლევინე, ის კი არც ეს ირემიო რაღაცა, რამე მაინც მომაკვლევინეო. ძალიან საინტერესო და სასაცილო არის ეს. ხო, მე მახსოვს ასევე იმაზეც არის ხოლმე ესეთი წარწერები, ზოგჯერ ხელნაწერებზე, ხო, გაკეთებული. კი, ხელნაწერები უფრო მდიდარია მინაწერებით, იმიტომ რომ რაღაც მიზეზით შეიძლება თაბაშირი უფრო მარტივად ვსვივა და ძირითადად ესეც სახეობა თაბაშირზეა ხოლმე გაკეთებული. ეხლა გამოქვაბულებშიც აი იმდენი გამოქვაბული გვაქვს სანახავი ესეთი წარწერების სანახავთ, მაგრამ ძალიან რთული მისადგომი რაღაცა და ხელნაწერები ამ ხრით ძალიან მდიდარი არის. მინაწერები არის ძალიან საინტერესო, პოეტურებიც, მისტერიებიც არის, ეს ემოციებიც ძალიან ბევრი არის, იუმორისტულიც არის და აი ძალიან მდიდარი არის ხელნაწერები. ხო, მე მაგალითად მინახავს რომ დავიღალეო, ეგეთი ის რო გაკეთებული, ან მომშივდაო, რა წერია ხოლმე და რაღაც მსგავსი. ყურძღელი შემომეჭამა ბერს, ღვინო დავლიე რაღაცა. ერთ ხელნაწერზე არის დიდი ლაქა. ხო. ეთყობა რომ ვიღაც ცდილობდა მელნის ლაქა მოეშორები, ვერ გამოვიდა და იქვე მიაწერა რომ კატა და მეჯახაო მაგიდასო და მე სამელნე წავიქციაო და ჩემი არ დამაბრალოთ. ესეთი წარწერები არის ძალიან ბევრი და ძალიან საინტერესო, რაც თავარია, კარგად გვაჩვენებს რომ ის ადამიანებიც იგივენაირად ჩვენსავით ემოციური ადამიანები იყვნენ
და აი ეს არ უნდა დავივიწყოთ რა ისტორიას როცა განვიხილავთ და ამას ყველაზე კარგად წარწერები და ეს ხელნაწერის მინაწერები გველაპარაკებიან რა. კი, ნამდვილად ამას გარდა აი ვიცი უამრავი თემა არის კიდე რომელზეც არსებობს წარწერები მოუწურავი არის. ასე რომ სმენერს ვეთყვი რომ შეგიძლიათ ნაშრომებშიც ნახოთ უკვე ეს, იმიტომ რომ არის გამოცემული მთელი რიგი წარწერები, ხო? და ალბათ მომავალში კიდევ უფრო მეტი გვექნება ამ თვალსაზრისით. ჩემთვის უაღრესად საინტერესო საუბარი იყო, იმიტომ რომ ნუ ამ თემაზე ხა მე პირადად ეპიგრაფიკაზე და პალეოგრაფიაზე ხა არც მიმუშავია და უბრალოდ აი თუ რასაც ვიცნობ ხოლმე ისტორიოგრაფიიდან ეს არის ამ შემოიფარგლება და მით უმეტეს რომ ასე მრავალფეროვნად. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა ამას თემაზე საუბრისთვის. სმენერს კი შევახსენებ რომ გამოიწერეთ მწარე პოდკასტი, მოიწონეთ ჩვენი ვიდეოები და დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს. მომავალ ეპიზოდამდე გემშვიდობებით.